როგორ მუშაობენ სპეცსამსახურები? უამრავი ფული იხარჯება რუსეთის მხრიდან, რომ მოწინააღმდეგეებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს. შეძლო თუ არა რუსეთმა გარკვეულწილად ამ ამოცანის შესრულება დიდი ალბათობით შეძლო. დემორალიზება როგორც ჯარისკაცების, ასევე მთელი სახელმწიფოს. არსებითი მნიშვნელობა არც აქვს რა ტიპის შეიარაღება გაქვს, როდესაც სამხედროს არ აქვს გამწყობა და რაღაცისთვის იბრძვის და ასეთი მიდგომით სპეცსამსახურებთან, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა არის დანაშაული. რუსეთს საქართველოს ჭირდება სანქცირებული ტვირთების გასატარებლად, ჭირდება ფინანსური ნაკადების გასატარებლად. სრული ნიჰილიზმია სპეცსამსახურებში. მშვიდობა არ არის ჩვენზე დამოკიდებული. და ჩვენი გადასაწყვეტი. რომას შემოიჭრას და აბაომის გინდა რო არ დადგეს, ამიტომ უნდა ჰყავდეს ძლიერი თავდაცვის უწყებები, სახელმწიფო უნდა იყოს გამართული, უნდა ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები. ვართ აბსოლუტურად მარტო დარჩენილი მოკავშირეების გარეშე. ჩვენ რისი იმედი შეიძლება გქონდეს პარტნიორების გარეშე, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია. განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოების განდევნა ხდება ჯერ აქტიური სივრციდან და შემდგომ ალბათ ქვეყნიდან. და ბერმა დაკარგა იმედი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ხალხი წავა საერთოდ აქედან. ეხლა ვერ დაბრუნება 37 წელი იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დაგხრეტენ. თუმცა თანამედროვე მეთოდები დახვრეტად შეიძლება. ხო, ზუსტად მაგას ვამბობ. თავარი მიზანი რაც არის რომ შეუძლებელი გახდეს საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევა. უნდა ვიცოდეთ, რომ უნდობლობის დათესვა პირველ რიგში არის მათი მთავარი იარაღი და მათი მთავარი მიზანი. ამოცანა ნომერი 1 არის გაერთიანება. ამის მეტი დაანჩენი ამოცანები გაწიონ გვერდზე. ციხეში არიან, ეხლა რა უნდა ქნან? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე, ძალიან დიდი თხოვნა ჩვენი, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ ჩვენი პოდკასტები, გადააზიაროთ და ამით ნამდვილად ხელს შეუწყობთ ჩვენი არხის პოპულარიზაციას იმ სიტუაციაში, როდესაც თავისუფალი მედია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მოკლედ, დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენც და გაინტერესებთ. ეს არის როგორ მუშაობენ სპეცსამსახურები და ამ შემთხვევაში რუსულ სპეცსამსახურებზე ვილაპარაკებთ, რომლებიც მუშაობენ სამწუხაროდ ქართული სპეცსამსახურების გავლით იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დაკარგოს. თუმცა ამ სუვერენიტეტის დაკარგვის პროცესში რა ეტაპზე ვართ, ჯერ ეს არის გასარკვევი, სამწუხაროდ ძალიან ბევრი სამუშაო უკვე გააკეთა რუსეთმა საქართველოში და სხვათა შორის გივი თარგამაძეს ადამიანს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ობიექტი რუსული სპეცსამსახურების, რომელიც ააფეთქეს რამდენიმე წლის წინ და რომელიც წლების განმავლობაში სახლში იყო, დღეს ციხეში აღმოჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას რუსეთისათვის იამებინა. და მას აქვს ძალიან საინტერესო სტატუსები ციხიდან და ერთ-ერთი სტატუსი არის სწორედ ამ სპეცსამსახურების მუშაობაზე და ძალიან ზუსტად ამბობს ერთ რამეს. როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში რუსეთს ჰქონდა ძალიან მკაფიო და აქვს ძალიან მკაფიო მიზანი. ეს არის ლოიალური ხელისუფლება, დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია და ნეიტრალიტეტი. რუსეთმა ამის მიღწევა უკრაინაში სცადა სამხედრო ოპერაციით, სპეცოპერაციას უწოდებდა ის ამას, როგორც გახსოვთ, რომელიც წესით რამდენიმე დღეში თუ არა კვირაში უნდა მოემთავრებინათ და ეს ყველაფერი სპეცოპერაცია გადაიზარდა ძალიან დიდ ომში და რუსეთმა თავის მიზანს ვერ მიაღწია უკრაინაში. სამაგიეროდ საქართველოში მიაღწია ამ მიზანს ბევრად უფრო რბილი, შეუმჩნეველი ჰიბრიდული ომის წყალობით. ჩვენ ახლა ყავს სტუმრებად ერეკლე შუბითიძე, სტრატეგიული თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე და შალვა ლომიძე დაზვერვის ყოფილი უფროსი და მასთან ერთად განვიხილავთ ამ თემებს. ერეკლე, შალვა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. იმ დღეს
ვუსმენდი FSB-ს ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუს 2016 წლამდე მუშაობდა ეს კაცი ეგრეთ წოდებულ მეორე განყოფილებაში, რომელიც არის მიმართული შიდა ოპონენტების წინააღმდეგ და ყვებოდა ძალიან დაწვრილებით რა ხერხებს ხმარობენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ოპოზიციის გასანადგურებლად შიდა ოპონენტებზე სანადიროდ და ვუსმენდი აბსოლუტურად ერთი განსხვავებაც ვერ დავიჭირე, იმდენად დიდი მსგავსება იყო. მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, მოდი გავიაროთ საფეხურებად ის მიზნები, რომელიც რუსეთს ჰქონდა. და ლოიალური ხელისუფლება, ეხლა ამაზე სალაპარაკო აღარაფერი აღარა გვაქვს, იმდენად თვალსაჩინოა ეს ამ ქართული ოცნების ლოიალობა, რომ ამაზე მე მგონი რაღაცა შეგვიძლია ზედ დავამატოთ მე, მაგრამ ჯერ ვილაპარაკოთ აი მთავარ მიზანზე, დემილიტარიზაციაზე, ხო? და როგორ მოხდა დემილიტარიზაცია ძალიან ანუ გვაქვს თუ არა, აქვს თუ არა მიღწეული, ერეკლე შენგან დავიწყებ, რადგან თავდაცვის სამინისტროში მაინც ამას აკვირდებოდი შიგნიდანაც და გარედანაც და უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს. როგორ ანუ რა დღეშია დღეს ქართული ჯარი და ამ დემილიტარიზაციის მიმართულებით რა წარმატებები აქვს რუსეთს? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები თქვენს მაყურებელს. სხვათა შორის ერეკლეს აქვს თავისი პოდკასტი და მინდა გადმოვიყვანო მის მინეზზე პირდაპირ. არ ვიცი ჯერ ეგ ამბავი, მაგრამ მოდი კითხვას დაუბრუნდები. ხუმრობ. კი ბატონო, დემილიტარიზაცია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, ანუ ქვეყნის დაპყრობა სამხედრო რესურსების გარეშე. გაცილებით უფრო იაფია, გაცილებით უფრო მისაღები არის საზოგადოებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან რთული სამუშაო არის. პირველ რიგში უნდა შეაღწიო მოწინააღმდეგის საინფორმაციო გარემოში. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე რო გითხრათ, რომ თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები და მათი კეთილდღეობა, მათი შეიარაღება ნომერ პირველი პრიორიტეტი იყო რომელიმე სახელმწიფოს, რომელიმე მთავრობას უბრალოდ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდა აწეული ეს და სამხედროებზე იმ დონეზე ზრუნავდა, რა დონეზეც უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომლის 20%-იც ოკუპირებული არის. ესეთი რაღაცა არ ყოფილა. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რეიტინგი თვითონ სამხედროების ჯარში წასვლის პოპულარიზაცია. რამდენად პოპულარული არის, რომ მოქალაქეებმა იმსახურონ ჯარში. რამდენად პოპულარული არის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში შევიდნენ. ესეც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, კომუნიკაციის თვალსაზრისით თავდაცვის სამინისტრომ ყველაფერი შეიძლება გააკეთოს ამ მიმართულებით და ვერ დავძრახავთ, რომ კომუნიკაციის მხრივ არ ყოფილა სერიოზული ცვლები, მაგრამ რა თქმა უნდა, ფინანსების და სახელმწიფოს დამოკიდებულების გარეშე ეს ვერაფერი ვერ მოხდება. აი, ორი რამე განვიხილოთ, სანამ შალვასთან გადავალთ და შალვაც შემოგვეშველე ამ ასე ვთქვათ თემის გაშლაში, ხო? რასაკვირველია, ქართულ ჯარს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები, გვახსოვს ჯერ ცნობი ესეთი კადრების არ ამომდის თვალებიდან, როგორი იყო შევარდნაძის დროს ქართული ჯარი, ჩუსტებით რო დადიოდნენ და არანაირი არ ქონდათ არანაირი აღჭურვილობა. თუმცა იმის შემდეგ რაღაცა გარკვეული ეს რთული პროცესია, ხო, ერთი ხელის მოსმით ჯარს ვერ შექმნი, მაგრამ გაიარა ამ ეს პროცესი მაინც იყო დინამიური, ქართველებმა იმსახურეს ნატო სტანდარტების ჯარში, ავღანეთში, ერაყში, რასაკვირველია მიიღეს უზარმაზარი ცოდნა იქედან. 2008 წელს ხა ბევრი ამერიკელი ყოფილი სამხედრო ამბობს, რომ საქართველოს თავისი ასე იმ პირობებში, რაშიც ის იმყოფებოდა, კარგად იომა რუსეთის წინააღმდეგ, რაღაცა გაიზარდა პატრიოტული სულისკვეთება. შემდეგ 2012 წლის შემდეგ ჩვენ ერთი რამე რაც ვიცით, ის არის, რომ მაგალითად ირაკლი ალასანიას უნდოდა თავდაცვითი სისტემების, საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვა, რომელიც არ შეასყიდინეს და ირაკლი ალასანიას შემდეგ პირდაპირ დაჯდა მინდია ჯანელიძე
რომლის ასე ვთქვათ რუსეთთან კავშირებთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ეჭვი. ანუ მოდი ორი ფაქტორით რო ვიხემძღვანელოთ, რა შევიძინეთ ამ ხნის განმავლობაში, რა თავდაცვის მექანიზმები და ჯარისკაცები, რომელიც მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი გადინება ხდება ჯარიდან. კი, გადინება ეს აღიარებულიც იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიერ პარლამენტში, რომელიც ახლა ძალიან საინტერესო კორუფციული სქემის ფარგლებში მე მგონი დაჭერილი არის ციხეშიზის უკვე. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ბურჭულაძეზე, ბურჭულაძე ციხეშიზის. თავიდან ბოლომდე არის დაკავშირებული იმ მიდგომებთან და ეს ბურჭულაძე ციხეშის ჯდომაც არის იმ მიდგომის ნაწილი, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ თავდაცვის ორი მინისტრი ყოფილი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე ორივე კორუფციის მიმართულებით ეხლა არის გამოძიება ერთი ციხეშიზის, მეორე გირაოთი არის გამოშვებული და ეს დამოკიდებულება ეხლა რო გამოჩნდა საზოგადოებისთვის, შიგნით ხო ჩანდა ეს დამოკიდებულება. ამას სერიოზული გავლენა აქვს თითოეული სამხედროს მოტივაციაზე, მორალზე. რო ხედავენ ისინი, რომ ასეთი ტიპის კორუფციული სქემებია და მე ახლა არ ვიცი ზუსტად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც MRI-ის აპარატი არ არის ერთადერთი, რაც იყო პრობლემური, ხო იქ? ეს უბრალოდ ერთ-ერთი მიზეზია, რომ თვითონ უკან არ მოუბრუნდეთ, რომ ამაზე დიდი რამე ამბავი მოხდა, მაგრამ თვითონ ორი თავდაცვის მინისტრი უკვე რომ კორუფციის მიმართულებით არის მათ წინააღმდეგ გამოძიება, ეს უკვე ჩემი აზრით საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი და არგუმენტია იმისი, რომ ერთის მხრივ გადინება არის ჯარში და მეორეს მხრივ ჯარისკაცები სავარაუდოდ არ ფიქრობენ, არ გრძნობენ იმ ზრუნვას, იმ ხარდაჭერას, რაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს. ამას დავამატოთ ის, რომ აბა ომი გინდათ ჩვენ ვერასდროს ომს ვერ მოვიგებთ, დავამატოთ ის, რომ მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ ამერიკაში ჩვენი ელჩი გამოვიდა პირდაპირ ეთერში და თქვა, რომ 2 წუთში აგვაყირავებენ რამე რომ მოუნდეთო. ეს ყველაფერი სახელმწიფოს დამოკიდებულება სამხედროზე ხო აისახება. ის რომ იარაღი რომ უნდა აიღოს და გავიდეს და იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის და უყურებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მათ მზურგს უნდა უმაგრებდნენ, მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას უნდა აწარმოებდნენ საერთაშორისო დონეზე, მათ ოჯახის წევრებს უნდა იცავდნენ, ხო? გამოდიან და ამბობენ, რომ აზრი არ აქვს არაფერს. ამასაც ხო ძალიან სერიოზული გავლენა აქვს მათ ბრძოლის უნარზე, мотиваციაზე და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება ამას გადინებაზე. ხო, ცალსახად, ხო და ანუ ისევე იარაღიზე რომ მითხრა, რა ანუ შეიძლება მე არ მახსოვს, რა იყო ისეთი რამ, რაც იარაღი სტრატეგიული მნიშვნელობის იარაღი, რაც შევიძია. თავდაცვის სტრატეგიული მნიშვნელობის ცოტა ესეთი თემა არის. მე არ ვარ შეიარაღების ექსპერტი, მაგრამ ერთადერთი არა ორი რაც მახსენდება არის, რომ ჩვენ შევიძინეთ ჯაველინები იმ პერიოდში, როდესაც უკრაინამ შეიძინა ჯაველინები და ჯაველინებმა ძალიან სერიოზული უპირატესობა მისცა უკრაინას განსაკუთრებით ურბანულ საწყის ეტაპზე ურბანული ბრძოლების პირობებში და მეორე მე მახსენდება რომ იყო შეიარაღების განახლება ამერიკული ნატო სტანდარტის იარაღით ჩანაცვლება M4-ის ტიპის იარაღებზე არის საუბარი რომელიც თუ არ ვცდები ისევ ამერიკული დახმარების პაკეტში იყო. ხო, ანუ რო შევაჯამოთ დემილიტარიზაცია, ხა რაც დაამატე, ხო, მათ შორის იმის თქმა, რომ ის რაღაცა აბა ეხა ჩვენ რას გავაკეთებთ ერთ დღეში აგვაყირავენ, ანუ დემორალიზება როგორც ჯარისკაცების, ასევე მთელი სახელმწიფოს, ანუ შენ გეუბნება პოლიტიკური პირები გეუბნებიან, რომ არაფერი არ ახარ, არ წარმოადგენ არაფერს, არანაირი ბრძოლის უნარიანობა არ გაგაჩნია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ბრძოლის უნარიანობა დაქვეითდეს და წარმოდგენა ჯარზე დაქვეითდეს. ხო, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არც აქვს რა ტიპის შეიარაღება გაქვს, როდესაც სამხედროს არ აქვს განწყობა და განცდა იმისი, რომ რაღაცისთვის იბრძვის და ამ ბრძოლას აზრი აქვს, მე გინდა პატრიოტები ყავდეს და რაც გინდა ის ქონდეს. გაძლიერებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. და მასზე მიდის თავრობის მხრიდან, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ზეწოლა, რომ აზრი არ აქვს, რა, მაინც არაფერი ისეთი არ იქნება, მაინც ვერ მოვიგებთ, იქაც არ აქვს აზრი შესვლას, აქაც არ აქვს აზრი შესვლას. ამას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს და ამ მიმართულებით უამრავი ფული იხარჯება
რუსეთის მხრიდან რომ მოწინააღმდეგეებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინეს. აი ამაზე დეტალებზე გადავალთ, ეს სამი პუნქტი გავიაროთ, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სახელმწიფოს დაკარგვის საფეხურები, ხო? შალვა, აი დემილიტარიზაციაზე რას დაამატებდეთ? ანუ ჯერ ეთახვები თუ არა, რომ ეს მიზანი ქონდა რუსეთს, როგორც ძალიან გამოცდილი ადამიანი და როგორ ანუ აი დემილიტარიზაციის საფეხურზე რა გვაქვს ახლა? აი რა. მადლობა მოწვევისთვის. ერეკლეს პოზიციას ვიზიარებ, დიახ, ნამდვილად ეს იყო, ასე ვთქვათ, მათ შორის ჰიბრიდული აქტივობის ნაწილში, სწორედ ერთ-ერთი ესეც იყო, რომ თავდაცვის სამინისტრო, სამართალდამცავი სისტემა, სპეცსამსახურები ყოფილიყვნენ მიზნის და ამოცანის გარეშე. ანუ მათ არ სცოდნოდათ, რომ ახლობადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რა ტიპის ამოცანის გადაწყვეტის წინაშე აღმოჩნდებოდა სახელმწიფო, შესაბამისად, როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში, ასევე სოციუმში, სადაც ეს მაინც ჩაკეტილი სოციუმებია, ამ სოციუმში ალბათ დაინერგა და გაღვივდა მოსაზრება, რომ ბრძოლას, მოქმედებას, აქტივობას, განათლების მიღებას, შესაბამის შეიარაღების შეძენას თუ შესაბამისი ცოდნის დაგროვებას, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით იმის პოტენციალი გვაქვს, რომ უბრალოდ ოდნავ უკან დავიხიოთ და შევეგუოთ იმ მოცემულობას, რა მოცემულობის წინაშე აღმოჩნდებით. შესაძლოა ძალიან ცუდი რაღაცის თქვა, და შესაძლოა ვიღაცა გულისიღრმეში ასე ფიქრობს, მაგრამ ასეთი ტერმინოლოგიით, ასეთი ფრაზეოლოგიით, ასეთი მიდგომით სპეცსამსახურებთან, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა არის დანაშაული, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის დაუშვებელი, რაც არ უნდა მოცემულობა იყოს, მათში პატრიოტული მოტივების გაღვივება, მათი გადამზადება, მათი შეიარაღება, ეს არის სახელმწიფოს ნომერ პირველი ამოცანა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენი მტერი არის, ეს ერთი, რუსეთი ჩვენი მეზობელი იქნება მუდმივად და საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელსაც სჭირდება ძლიერი თავდაცვის უწყება, ძლიერი სასაზღვრო დანაყოფები და ძლიერი სპეციალური სამსახურები. ეს არის ის ძირითადი ორგანიზაციები, რომლებიც უნდა უზრუნველყო ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და შესაბამისად ისინი ყველაზე მეტად მოტივირებულები უნდა იყვნენ ეროვნული ამოცანების გადაწყვეტის კონტექსტში. შეძლო თუ არა რუსეთმა გარკვეულწილად ამ ამოცანის შესრულება, დიდი ალბათობით შეძლო, სამწუხაროდ ეს ასეა. ჩვენ ჩამოვშორდით სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო პლატფორმებს, ახლა თავდაცვის სამინისტროს დეტალებში ვერ შევალ ახლა ამ ინფორმაციას, მაგრამ სპეცსამსახურების ნაწილში შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა დაზიანდა, ამის აღდგენას დაჭირდება ძალიან დიდი რეფორმა შიგნით ორგანიზაციებში და შესაბამისად ამ პროცესის და ამ პროექტის ავტორი სადღაც მოსკოვში ალბათ გარკვეულწილად უკვე კმაყოფილია, ვინაიდან მან მიაღწია იმ შედეგს, რომ სრული ნიჰილიზმია სპეცსამსახურებში, ალბათ სავარაუდოდ თავდაცვის უწყებაშიც და გარკვეულწილად ამოცანა ნომერი 1 მან გადაწყვიტა. ანუ მას საქართველოს მხრიდან რაიმე ტიპის გამოწვევა, რაიმე ტიპის წინააღმდეგობა ამ ეტაპზე ვერ შეხვდება. ყველაფერთან ერთად რაც გააკეთეს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საბედისწერო ჩვენთვის ეს არის, რომ მთლიანად ჩამოგვაშორეს პარტნიორებს. ანუ არათუ პატარა ქვეყანა და ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, დიდ ქვეყნებსაც ჭირდება ალიანსები, ხო, რატო შეიქმნა ნატო, იმისათვის, რომ ერთმანეთი დაიცვან. მაშინ როდესაც ვლაპარაკობთ აგერ საფრანგეთზე, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი და ასევე იმ ქვეყნებზე გერმანიას, რომელსაც აქვს, ნუ ქონდა უზარმაზარი წარმოება და ეხლა ანახლებს, ხო, ანუ ასეთ ქვეყნებზე ვლაპარაკობთ, რომ მათაც ჭირდებათ ძალიან შეკრული ალიანსები იმისათვის, რომ თავი დაიცვან. ეხლა ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველას, რომ ჩვენი გადარჩენა არის, რომ რაც შეიძლება სიღრმე ამ ალიანსებს მივეკროთ, როგორც პატარა ქვეყანა. სხვა შემთხვევაში, ხო, თუ ჩვენ დავრჩით ყოველ მოკავშირეების გარეშე, ანუ მოკავშირეები ხარ რისკიც უკვე არსებობს, რისკი არა, რეალურად არსებობს. რეალურად არის, ჩვენ ვართ მოკავშირეების გარეშე და ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2008 წელს რატომ არ შემოგრიალდნენ რუსული ტანკები თბილისში, იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა მაშინ გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, გვერდით ყავდა ერთი უშიშროების საბჭოს მდივანი და პენტაგონის ხელმძღვანელი და სამხედრო
გემზე ლაპარაკობდა, რომელიც შავ ზღვაში იყო. ხო, ეს იყო ის რამაც მაშინ რუსეთი გააჩერა, იმიტომ რომ რუსეთი მაშინ უფრო სუსტი იყო ვიდრე დღეს. ანუ რო წარმოვიდგინოთ. თორე ეს რო არ ყოფილიყო, თბილისში ისე შემოგრიალდებოდა რუსული ტანკები, როგორც დაგიბარებია. ყავს დემორალიზებული, შესუსტებული ჯარი ყველანაირად მათ შორის გადინებითაც და ვართ აბსოლუტურად მარტო დარჩენილი მოკავშირეების გარეშე. აი ერთადერთ რაღაცას დავამატებ, სიმწვავე რო დაემატოს ამ თემას, რომ ორი თვითგამოცხადებული ნეიტრალიტეტი, ფინეთი და შვედეთი ამ პერიოდში მათ ხელი აიღეს იმას ნეიტრალიტეტზე მარტო ყოფნაზე და ისინიც კი გახდნენ ნატოს წევრები. ანუ ისინი გრძნობდნენ, რომ მიუხედავად იმ უძლიერესი სისტემებისა და სოფლიო დონის სისტემები აქვთ თავდაცვის მიმართულებით ფინეთსა და შვედეთს. მიუხედავად ამ სიკეთეებისა, ახლა ფინეთს 900,000 კაცს მობილიზება შეუძლია ერთ კვირაში, ხო? არ არის ეს მარტივად დასაპრობი ქვეყანა. ამათმაც კი გადაწყვიტეს, რომ ნატოს წევრობა გაცილებით უფრო მეტ უსაფრთხოებას და მეტ გარანტიებთან არის კავშირში, ვიდრე მარტო ყოფნა და რა ვიცი, აი ჩვენ რისი იმედი შეიძლება გქონდეს პარტნიორების გარეშე, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია. ამას კიდე კომუნიკაციის თვალსაზრისიდან რომ დავამატოთ, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ სახელმწიფო დონეზე, რომ ჩვენი მიზანი არის მშვიდობა. ეს არის ძალიან უცნაური განცხადება, იმიტომ რომ მშვიდობა არ არის ჩვენზე დამოკიდებული. და ჩვენი გადასაწყვეტი. ხო, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ არ ხარ გლობალური სუპერსახელმწიფო. ამერიკამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მისი მიზანი არის მშვიდობა და ვიღაცას არ დაესხას თავს, მაგრამ ჩვენ მაგის ფუფუნება ვერასდროს ვერ გვექნება. ანუ ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენ მეზობელზე, რომელსაც უკვე 20% აქვს ოკუპირებული და აქტიურ ფაზაში არ არის ომი, მაგრამ ხან ადმინისტრაციულ საზღვარს გადმოგიწევს, ხან ხალხს გაიტაცებს. რო ამბობ, რომ მშვიდობა არის, ეს პირდაპირ გზავნილი არის, რომ ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ოღონდ ვიღაცამ თავში არ ჩაგარტყას. და ამ შემთხვევაში პირდაპირ გამოწვევა არის, რომ რაც გინდათ ის მომთხოვეთ, მე დაგთანხმდებთ. ანუ ეს შეიძლება გააზრებული პოზიცია არ არის და უბრალოდ message box-ი არის შემუშავებული, რომ მშვიდობა. არა მგონი, მე მგონი ყველაფერი ერთმანეთს ისე კარგად დაჯდება ერთად, რომ უბრალოდ აბწყობილი ფაზლია თავიდან ბოლომდე. ჩვენთან ძალიან უჭირთ ხოლმე შიდა გზავნილების და საერთაშორისო ურთიერთობების დაკავშირება ერთმანეთთან. ანუ ჩვენ ერთმანეთს რო ვესაუბრებით ოპოზიციამ მთავრობასთან არის კონფლიქტში, პროტესტები არის რაღაცა, ძალიან ვიკარგებით ხოლმე შიდა თემაში. აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე როგორ აღიქვამენ საქართველოს. ისინი აქ არ ცხოვრობენ. ის ელჩები, ევროკავშირის წარმომადგენლები აქ არ არიან, ეს ადგილზე არ აკვირდებიან სიტუაციას, ის გამოცდილება არ აქვს, რა გამოცდილებას ჩვენ გვაქვს. უნდა ვიფიქროთ ისინი როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს და ეს გზავნილებიც ყველაფერი რაც ჩამოთვალე სერიოზულად აისახება მათ დამოკიდებულებაზე ჩვენდამი. ასევე რუსეთის დამოკიდებულებაზე ჩვენდამი და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოზე ახლა არავინ იმის ილუზიაში არ უნდა იყოს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები იმდენად დალაგებულია, რომ მუდმივი მეგობრები არიან და ასე შემდეგ. ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. დღევანდელი მეგობარ შეიძლება რაღაც პრეტენზია გქონდეს და ესეც აისახება, ასე ვთქვათ. ყველაფერი შიგნით რაც ხდება, აისახება და დარწმუნებული ვარ ცოტა მოგვიანებით ამაზე კი, აუცილებლად. და კიდე მაშინ რადგან თქვენ არ თქვით, აი ესეთი მაგალითი, რომ უბნელი გაბულინგებს, ხო? და გეძახის, რომ შენ არ გინდა, რომ არანაირი კონფლიქტი მასთან, ხო? რამდენი ესეთი მაგალითი ვიცით. რომ არის ახალგაზრდა, რომელსაც არ უნდა კონფლიქტი, არ უნდა თავისთვის უნდა სახლში იყოს, თავის საქმე აკეთოს, მაგრამ ის ეუბნება, რომ ეხა ჩამოდი ბიჭო აქ და რაღაცას თხოვს, მერე ცემს, ანუ რას აკეთებს ის ბიჭი, რომელსაც აბულინგებენ, ხო? მან უნდა იპოვოს პარტნიორები, რომლებიც დაეხმარება. მან უნდა იპოვოს მეგობრები, რომლებიც დაეხმარება და დაიცავს თავის უფლებებს. ხო, და პლუს რაღაცა, რავი, უნდა იფიქროს, რომ ფიზიკურად გაძლიერდეს, ხო? შეიძლება ფიზიკურად იმდენად ვერ გაძლიერდეს, რომ იმას მოუგოს, მაგრამ მეგობრებთან ერთად აქვს შანსი, რომ იმას მოუგოს, ხო? ხო, აი ძალიან მარტივია, რა ვიცი, აი შიმპანზეებს რო დააკვირდეთ იქაც ორი დაპირისპირებული ჯგუფი რომ არის, უფრო ძლიერია ის შიმპანზე კი არა, რომელიც ფიზიკურად ყველაზე ძლიერია, არამედ ის, ვისაც ყველაზე მეტი მოკავშირე ყავს. ნამდვილად მასწავლე. რავი, მეტი მაგალითი როგორ უნდა მოვიყვანოთ, რომ გავაგებინოთ ადამიანებს, რომ მეგობრები გვჭირდება იმისათვის, რომ გადარჩეთ, იმისათვის, რომ არ იყოს ომი და იმისათვის, რომ იყოს მშვიდობა, იმიტომ რომ ის თუ დაგესხა თავს
იმან უნდა იცოდეს რუსეთმა, რომ თუ თავს დაგესხა, ამისათვის ძვირად გადაიხდის. სხვა შემაკავებელი ფაქტორი შენ არ აქვს. ნამდვილად მასია სპეცსამსახურების ნაწილში დავამატებ პრაქტიკულად თანამედროვეობაში წარმოუდგენელია პარტნიორული ურთიერთობების გარეშე სპეცსამსახურების ჭრილში სახელმწიფოების წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა, დაწყებული საერთაშორისო ტერორიზმიდან დასრულებული, ასე ვთქვათ, ლოკალური სახელმწიფოებრივი რაღაცა სპეციფიური ამოცანების აი ერთი მაგალითიც რა იმ რაღაცა უფრო თვალსაჩინოებისთვის შალვა რამე შეგვიძლია მაგალითი მოვყვანოთ. რუსეთის სპეცსამსახურების აქტივობების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ან რეგიონში, ან შავი ზღვის რეგიონში, ან თუნდაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ თანამედროვე სიახლეებზე, თუნდაც კიბერსფეროში არსებულ გამოწვევებზე, თუნდაც მაგათაც საქართველოს ტერიტორიის მარშრუტებად გამოყენების ნაწილში სხვა პარტნიორებთან ურთიერთობების გარეშე პირთა იდენტიფიკაცია, მათი მოქმედების ტაქტიკა, მეთოდოლოგია, ჩართული ფინანსური რესურსების ნაკადების მონიტორინგი და ასე შემდგომ ამის შესახებ ინფორმაციის მიღება ინდივიდუალურად საქართველოს სპეცსამსახურებს ამისათვის დასჭირდებათ მრავალი წელი და კიდევ საკითხავია მიაღწევენ თუ არა სასურველ შედეგს. შესაბამისად, როდესაც არსებობს ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სოფლიოში ცნობილი ორგანიზაციები არიან და ქმნიან გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, სადაზვერვო თუ უსაფრთხოების ამინდს სოფლიოში, მათთან კარგი კოოპერაცია ჩვენ 70%-ით გვიადვილებს საკითხის გადაწყვეტას. მე რჩება პატარა მცირე ზომის ტექნიკური საკითხები, რომელიც უნდა გადაწყვეტოს უკვე შიგნით არსებული რესურსების გამოყენებით. თქვენ პირველ კითხვას დაუბრუნდები, რომელიც ასე ვთქვათ რეფორმას და განვითარებას ეხებოდა, რომ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიური ჩართვა 10 წლეულების განმავლობაში ჩვენი სპეციალური სამსახურების უსაფრთხოების სისტემის რეფორმაში ჩვენ ვერ შევძლებდით იმ ამოცანებისათვის თქვათ იმ ამოცანების გადაწყვეტას, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ეს სახელმწიფო და გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდით. შესაბამისად, ცალსახად ესე დაუწერელი კანონის კონტექსტში შემიძლია ვთქვა, რომ უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში, თავდაცვის ნაწილში აგერ ერეკლებ ბრძანა, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გარეშე ჩვენ აღმოჩნდებით განდეგილები და აღმოჩნდებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. პრაქტიკულად გავხდებით იზოლირებული და შეგვეზღუდება ყველანაირი წოდომა იმ სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებით როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გადაწყვეტაში. მაგრამ ეხლა რო ახსენე, რომ აი ფინანსური ნაკადები, რა შემოდის, რა გადის ამ დერეფანში, ამაზე კონტროლი საერთოდ არ ჭირდებათ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, როგორ კეთდება შავი ფული, ქეში, რომელიც ჭირდება ავტორიტარიზმს აუცილებლად იმისათვის, რომ სიცოცხლე გაიხანგძლივოს, უბრალოდ ამ არაკანონიერი ფინანსური ნაკადების და ტვირთების ბრუნვიდან არის. რაში ჭირდება ეხლა დღეს მათი ინტერესებიდან გამომდინარე და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ვიმსჯელოთ, ამისი კონტროლი უცხოური დაზვერვიდან. ხო, პირიქით, რაც უფრო იზოლირებული იქნება ქართული დაზვერვა და არაფერს არ გააკეთებს და ვერაფერს ვერ გააკეთებს, უფრო ლოგიკურია. ხელმისაწვდომია მისთვის არის ბევრად უკეთესი, იმიტომ რომ რუსეთს საქართველოს ჭირდება სანქცირებული ტვირთების გასატარებლად, ჭირდება ფინანსური ნაკადების გასატარებლად, ეს ჭირდება ამ რეჟიმს იმისათვის, რომ აქედან დარჩეს ფული, რომლითაც გამოყვებავს თავის ავტორიტარულ რეჟიმის ბურჯებს. რაც უფრო სუსტი იქნება მაგ უსაფრთხოების კონტექსტში ვითარება საქართველოში, მით უფრო მყარ საფუძვლებს შეიქმნის ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფო სამომავლოდ გრძელვადი ამ პერსპექტივაში საკუთარი ინტერესების გაძლიერებისათვის საქართველოში. ჩვენ შეიძლება დღეს შეიძლება მოსკოვში, კრემლში, ან კიდევ რაღაცა სხვა ადგილზე ვიღაცა ფიქრობდეს, რომ გარკვეულწილად მან რაღაცა ამოცანა ნომერი 1, 2 ან 3 შეასრულა, თუმცა სამომავლოდ მათ აუცილებლად უნდა გადადგან გარკვეული ტიპის ნაბიჯები, რაც მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, მყარ წერტილებს შექმნის კვლავ სამომავლოდ საქართველოში. ისინი არ დაკმაყოფილდებიან იმ შედეგით, რაც დღეს არსებობს და ისინი ყოველთვის შეეცდებიან შექმნან ალტერნატიული ცენტრები, ალტერნატიული რესურსები იმისათვის, რომ ვინცობა 10, 15 ან 25 წლის მერე დაჭიდეთ კვლავ მსგავსი ტიპის მოქმედება, აქ უნდა გქონდეთ როგორც ადამიანური, ასევე სხვა ტიპის რესურსები. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა სპეცსამსახურების საქმიანობაში, განსაკუთრებით
ისეთი სპეცსამსახურებისათვის, როგორც დღეს ყავს რუსეთის ფედერაციას, აგრესიულად მოქმედი სადაზვერვო და უსაფრთხოების სისტემა, რომელიც თავის სამეზობლო ქვეყნებში მაქსიმალურად ცდილობს, მაქსიმალური აგრესიით განახორციელოს ის მექანიზმები სპეცსამსახურების კონტექსტში ვამბობ აგრესიით, ის ამოცანები, რომლებიც მათ მისცემს სამომავლო პერსპექტივას. ადრე თუ გვიან ბევრი რამე შეიძლება მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც, მაგრამ რუსეთის მიზნები და ამოცანები არ შეიცვლება, იგი შეეცდება მაგალითად პირობითად 15 წლის მერე, 10 წლის მერე კვლავ განახორციელოს გარკვეული ტიპის მოქმედებები, რაც კიდევ უფრო გაამყარებს მის პოტენციალურ შესაძლებლობებს საქართველოში. ამისათვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად, ამისათვის კარგად უნდა იყოს ინფორმირებული სპეცსამსახურები თუ რა ტიპის გამოწვევები არსებობს და დაუბრუნდები ისე იმ კითხვას, რაც წინა კითხვა იყო. ამაში რომ ჩვენ მყარად ვიდგეთ, ჩვენ გვჭირდება კარგი მეგობრები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ქვეყნებში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე ჩვენ მიგვიყვანენ სასურველ დასკვნამდე და გვეტყვიან, თქვენ მეგობრებო, ეს გემუქრებათ, ჩვენ შეგვიძლია ამ ნაწილში დაგეხმაროთ და დავდგეთ თქვენ გვერდში. უბრალოდ ეს უნდა იყოს როგორც სტრატეგიულ დონეზე შეთანხმებული საკითხი, როგორც ასე სტრატეგიული თანამშრომლობა ორ დედაქალაქს შორის, ასევე ლოკალურ ასეთ სპეცსამსახურების და საოპერაციო დონეზეც. და უნდა იყოს გარანტირებული, რომ აქ არ იქნება, თქვათ, ერთმანეთის მიმართ რაღაცა, ასე თქვათ, სახეცვლილებები დროთა განმავლობაში. ეხლა დენაციფიკაციაში რას გულისხმობთ? ჩვენ გვახსოვს, რომ ძალიან ესეთ ფაშისტებად მოიხსენიებდნენ რუსები უკრაინელებს, რომ აი ეს ფაშისტები უნდა მობაშოროთ და უნდა გავათავისუფლოთ უკრაინა ამ ფაშისტურად მოაზროვნე ადამიანებისგან. ეხლა ჩვენთანაც დაიწყო გვახსოვს, რომ ფაშისტებს აქაც ეძახდნენ ყველას, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ მიდიოდა, შემდეგ იმიტომ რომ ჩვენს კულტურაში ანუ ამას არ აქვს ისეთი გამოძახილი როგორც რუსულში, იმიტომ რომ რუსეთში ფაშიზმის თამბძოლა კიდე სხვა რაღაცა, მერე დაიწყოს ყველა, ანუ ფაშიზმი დაიყვანეს ნაცებამდე, თან სახელიც უწყობდათ ხელს და აი ყველანი ნაცები ხართ და თქვენგან უნდა გავთავისუფლდეთ. ანუ საბოლოო ჯამში დაიწყო ამ თავიდან მოხდა ნაცების მთლიანად ნაციონალური მოძრაობის მთლიანად დემონიზაცია და რეალურ ამბებს უამრავი მითი გაურიეს. შემდეგ ამ დემონიზაციის შემდეგ დაიწყო სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფების ამ დემონიზირებულ ჯგუფთან იდენტიფიცირება. და დღეს ყველა ნაცია, ვინც განსხვავებული აზრი ვისაც ოდნავ განსხვავებული აზრი აქვს. რაც არ უნდა იძახოს იმან, რომ არა ნაცი, არა ვარ ნაცები მძულს, ის მაინც ნაცია. ამიტომ სისულელია ამ იმაში შესულა, რომ ნაცი არა ვარ ძახილი, იმიტომ რომ ეს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო პროპაგანდისთვის. ხარდა ეგ. და ხო, და რა არის? ეხლა რაც თქვა ძალიან მკაფიოდ ამათმა ერთ-ერთმა იდეოლოგმა შათირიშვილმა, რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი წავიდა და კიდევ მეტი უნდა წავიდნენ, ვინც განსხვავებულად მოაზროვნეა. იანვრიდან მოყოლებული რამდენი გავიდა საქართველოსთან და შეიძლება გამოთვლა, მაგრამ ჩემს გარშემო რაც ხდება, აი სამეზო, აი აშკარად უზომთო ძალიან ბევრი არის უკვე წასულია იანვრიდან ბერმა დაკარგა იმედი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ხალხი წავა საერთოდ აქედან. ანუ ქვეყნის გათავისუფლება იმ ხალხისგან, რომელიც არის კრიტიკულად მოაზროვნე, განათლებული, პატრიოტი და რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძვის, ანუ აქ რა სურათი გვაქვს? არ გვაქვს კარგი სურათი. ანუ ამასაც ჯერ ვერ მიაღწიეს, ვერ ვიტყვით, სანამ რუსთაველზე ხალხი თავგანწირვით იბრძვის, თუნდაც ინდივიდუალური ბრძოლაში გადავიდა უკვე ეს ყველაფერი. კი, ანუ ბევრი ფაქტორი არის, უბრალოდ ისევ კომუნიკაციის თვალსაზრისიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს. რუსები კარგად ახსენე, რატომაც იყენებენ ნაციზმს, ეს არის მათთვის ისტორიულად ძალიან ახლო თემა და ძალიან ადვილად იფუთება რაღაცა ტიპის ომი ნაციზმთან ომის მიმართებაში აღვივებს პატრიოტულ სულისკვეთებას, ბაბუო ჩემი იბრძოდა და მოდი მეც წავალ და ასე შემდეგ.
კი, ნამდვილად მათთვის ახლა უკრაინაში ნაცისტები არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ რუსეთის ნაწილად ყოფნა და უნდათ რომ ნატოში გაწევრიანდნენ, ევროკავშირში გაწევრიანდნენ. აქაც ახლა რას დაუძახებ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი სტრუქტურა არის. ნაცისტს თუ აკაცუქს. აკაცუქს დაუძახებ, ნაცისტს დაუძახებ, რაც არ უნდა დაუძახებ, სიტყვა ეს არის ძალიან პირობითი თემა, რას დაუძახებ. თავარი რაღაცა ემოციასთან იყოს ასოცირებული, რომ იმ სახელს რომ დაუძახებ კი არ იკითხო რომ ეს კაცი ვინ არის, რას ფიქრობს, რას აზროვნებს. თავარია უკვე იმ სახელით შეიფუთოს ის და ჩამოყალიბდეს მისი ხედვა რა. ეხლა ნაცი პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება, ხო? და იმ მოქმედებებთან, რა მოქმედებებიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო გაკეთებული და მაგაზე ვერავინ ვერ იტყვის რომ ესე არის. ზუსტად ამიტომაც იყენებენ ეს ჰაერზე ლაპარაკი არასდროს არ ხდება ხოლმე რაღაცა უნდა უმაგრებდეს ამას ზურგს. შესაბამისად ჩვენ და ისინი ძალიან მარტივი შესაფუთი თემა არის, რა სახელს დაუძახებ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ამ ადამიანებს და მათ ნათქვამს ძირი გამოეთხაროს და ისინი რასაც იტყვიან უკვე ფართო საზოგადოებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღემდე მიიჩნევენ, რომ აპოლიტიკურები არიან და პოლიტიკაში არ უნდა ჩაერთო, ეს კიდე ცალკე თემა არის და ძალიან გამიხარდება ამაზეც თუ ისე. კი, აუცილებლად. უნდა ბოლოს უნდა ვილაპარაკოთ ამ ჰიბრიდულ ომზე აუცილებლად. ამ ადამიანებისთვის ადამიანს ზოგადად უჭირს ინფორმაციის ანალიზი. ეს არ არის რაღაც ზოგი გენიოსია, ზოგი არ არის. ჩვენ ტვინი არ არის მოწყობილი, რომ კომპლექსურად იმუშაოს. მარტივი რაღაცეები უყვარს და ასოციაციებს აკეთებს. და ეს ასოციაციები ძალიან კარგად მუშაობს კომუნიკაციის დროს. მაგიტო ფერებსაც აქვს თავისი ბრენდინგში თავისი მნიშვნელობა და სიტყვებსაც რა თქმა უნდა აქვს თავისი მნიშვნელობა. ამიტომ ეს არის ძალიან ასე აპრობირებული მეთოდი, რომ ტრის ხატი შექმნა და მე ყველა ადამიანი, რომელიც შენთვის არ არის სასიამოვნო ან არ უნდა მოусმინოს საზოგადოებამ პირდაპირ ამ სახელის ქვეშ მოიხსენიო და ამითი character assassinations რასაც ეძახიან, ეგ ხდება რომ მე სუსიმართლეები რომ ვილაპარაკო, რახან უკვე ნაცი ვარ, ის ადამიანი ვინც უნდა მომისმენოს, მე აღარ მომისმენს. კი. განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოების განდევნა ხდება ჯერ, ასე ვთქვათ, აქტიური დემონიზება ხდება, აქტიური სივრციდან და შემდგომ ალბათ ქვეყნიდან ნამდვილად ძალიან ბევრი პერსპექტიული ადამიანია ქვეყნიდან წასული, რომელსაც არსებითი როლი შეეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. აქ ალბათ დგას როგორც მოსკოვის ინტერესი, რომ გაწმინდოს ქართული საზოგადოება იმ ნაწილისგან, რომელმაც შეიძლება სამომავლოდ გარკვეული პრობლემები შეუქმნას მას და ასევე ლოკალური ინტერესი შიგნით თბილისსაც აწყობს გარკვეულწილად იმ საზოგადოების გამიჯვნა ქვეყნიდან, რომელმაც შექმნა გარკვეული ტიპის პოლიტიკური პრობლემები, შექმნა განსხვავებული მოძრაობები, შექმნა განსხვავებული აზრი, ალტერნატივა გააჩინა, ან დაიცვა ის პრინციპები, რომელიც აუცილებლად დასაცავია. ამ შემთხვევაში ორი დედაქალაქის ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს და იმიტომ რომ მათი ინტერესი ანუ ერთია, ერთი გზავნილია ეს სავარაუდოდ, ეხლა ამას არ უნდა დიდი ასე ვთქვათ შეფასება, ეს არის ერთი დიდი ამოცანის კონკრეტული შემადგენელი ნაწილი, დიახ, განსხვავებული აზრი უნდა განიდონოს, სწორი ბრძანა აქ ეს სწორად ერეკლემ, რომ დაერქვა სახელი, შენ რაც არ უნდა ამტკიცო, რომ ეს სახელი ამქვია, შენ უკვე დაგარქვეს ეს სახელი და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ამ დარქმეული სახელის დამკვიდრება და გაძლიერება. და შენც უკვე გიჭირს იმის დამტკიცება და სავარაუდოდ ეგეც სტრატეგია ალბათ რომ დაიწყო ბრძოლა იმისთვის რომ მე ეს არა ვარ ის ავარ და ეგეც საკუთარი ძალების სხვა მართლებით ხო თავის მართლების რეჟიმში ამიტომ მე ნაცი არა ვარ ამის ძახილს არა აქვს მნიშვნელობა აბსოლუტურად პირიქით იმ ფორმულაში ჯდები და მის გზავნილს კიდევ უფრო აძლიერებ და აი დემონი ზუსტად ეგ არის ახლა ჩვენ შემთხვევაში რა ხდება რომ კარგად გავიაზროთ ახლა ვერ დაბრუნება 37 წელი იმ თვალსაზრისით რომ ვერ დაგხვრეტენ ხო ну დახვრეტა თუმცა თანამედროვე მეთოდები დახვრეტა შეიძლება ხო ზუსტად მაგას ვამბობ ვერ დაგხვრეტენ მაგრამ იგივე ხდება ხო თუ ადრე რეპრესიები ითვალისწინებდა და არასასურველი ელემენტები საზოგადოებიდან მოშორებას მათი ნაწილის დახვრეტას ნაწილის გადასახლებას და ამას ჩვენ ვლაპარაკობთ საუკეთესო ნაწილზე საზოგადოების საუკეთესო ნაწილზე ხო ასე გამოშიგნა მაშინ ბოლშევიკებმა საქართველო ეხლა იგივეს მიღწევას ცდილობენ ერთი შენი რეპუტაციის მთლიანად გაფუჭებით და მეორე იმ მდგომარეობამდე მიყვანით რომ წახვიდი აქედან ეხლა არასამთავრობო ორგანო ფინანსური ნაკადების შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი მთავარი მიზეზი რა იყო ხო
ის ხალხი, რომელიც საქმეს აკეთებდა და ასეთ ხალხს განსხვავებული აზრის მქონე ხალხს არ შეუძლია დასაქმდეს საჯარო სამსახურში, ან თუნდაც ბიზნესში, იმიტომ რომ ოდერები ეტყვიან, რომ აქ არ არის სასურველი ელემენტია, ერთადერთი შემოსავლის წყარო აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიიღოს დაფინანსება. ამ ხალხს გადაუჭრეს ეს ასე ვთქვათ, შემოსავლის წყარო ფინანსურად გხუთავენ ისე, რომ უბრალოდ რაღაცა მომენტში შეიძლება დარჩეს ფიზიკური ყოფნა არ ყოფნის საკითხი, გადარჩენის საკითხი, ოჯახის საკითხი. ამიტომ მიდიხარ, რიგ შემთხვევებში დადგა კიდევაც ეგ საკითხი. ხო. რიგ შემთხვევაში დადგა, ნამდვილად ჩემს გარშემო თან უამრავ ადამიანს აქ უამრავი ვალდებულება. ამიტომ შენ ახლა ციმბირში ვერ გადაგასახლებად, მაგრამ შეინებით წახვალ და ასე გაიწმინდება საზოგადოება მათთვის. გაიწმინდა კიდევაც. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა, ასე ვთქვათ. ეხლა ნეიტრალიტეტს რაც შეეხება უკვე რასაკვირველია დაიწყოს ამაზე ლაპარაკი და ეს კიდე ერთხელ გვახსენებს როგორ ნელ-ნელა შემოგვაცურეს ყველაფერი, ხო? აი თუნდაც ანტიდასალურ გზავნილებზე ჯერ ალტინფო დააკანონეს და იმისი საშუალებით, შემდეგ გამოყო ივანიშვილმა თავისი პარტიიდან ეს ხალხის ძალა, რომელსაც გააჟღერებინა ყური შეაგუა მათ განცხადებებს მეორე ფრონტზე, deep state-ზე, გლობალური ომის პარტიაზე, რომ დასავლეთი ცუდია, რომ არ გვინდა ასეთ დასავლეთთან. შემდეგ ეს უკვე პარტიამ დაიწყო და ბოლოს დააგვირგვინა ივანიშვილმა, ხო? აი ასე თანდათანობით გვაჩვევენ აი მართლა მაშინ მოხარშული ბაყაყის მდგომარეობაში აღმოჩნდით მთელი ქვეყანა, რომ ბაყაყი ვიყავით ცივწყალში, ნელ-ნელა გაათფეს და აბოხტომასაც ვერ ვასწრებთ. აქედან ეხლა გადავიდეთ ამ იმაზე, ხო? ჰიბრიდული ომი როგორ მუშაობს და მე ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? აი როგორ მუშაობენ სპეცსამსახურები ამ ჰიბრიდული ომის საშუალებით? კი ბატონო, მე ვისაუბრებ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ელემენტზე, რასაც ფართოდ ვეძახით, საინფორმაციო ზეგავლენის აქტივობები, რომელიც მოიცავს პროპაგანდას, დეზინფორმაციას და ბევრ სხვა რაღაცას. ძალიან ხშირად შეცდომას უშვებენ და ფიქრობენ, რომ აი რაღაც fake news-ის გავრცელება არის მარტო რითითაც შემოიფარგლება ეს საინფორმაციო ზეგავლენის აქტივობა. ეს ასე არ არის. fake news-ები შეიძლება ძალიან მცირე ნაწილი იყოს იმ ქმედებებისა, რაც შეიძლება განახორციელო იმისთვის, რომ ადამიანზე ზემოქმედება მოახდინო ფსიქოლოგიური. ერთ-ერთი ყველაზე ჩვენთვის ყველაზე კარგად დასანახი ელემენტი არის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა, ანუ არა აქ არანაირი ლოგიკა, ხან გადმოწევენ, ხან არა, ეს ერთადერთი მას ემსახურება, რომ შიგადაში გაგახსენოს, რამდენად უსუსური ხარ და რამდენად არ შეგიძლია, რომ შენი მოქალაქეები დაიცვა. და ამას მოყვება ის თემაც, რომ შემდეგ უკვე საზოგადოებასა და მთავრობას შორის არის დაპირისპირება და საუბარი, შენ ეს უნდა გაგეკეთებია, შენ ეს უნდა გაგეკეთებია. ანუ ეს პროცესი ჩვენ არ უნდა დავინახოთ, რომ ვიღაცა ერთ ჯგუფს ემსახურება. ჩვენი გარემტერი ცდილობს რაც შეიძლება დიდი ქაოსი შექმნა საზოგადოებაში და თავარი მიზანი რაც არის რომ შეუძლებელი გახდეს საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევა ნებისმიერი თემის მიმართულებით. არა აქვს მნიშვნელობა რა თემაზე არის საუბარი. რაც უფრო მეტი დაპირისპირება იქნება, რაც უფრო მეტი ჯგუფი იქნება და რაც უფრო მეტი შეუთანხმებლობა იქნება, მით უკეთესი არის ამ ძალისთვის, ასე ვთქვათ, ავტორებისთვის. ამ ორი ავტორი ყავს კრებსში და აგერ თეთრ შუშის სასახლეში. კი და ჩვენ, ანუ ამ პროცესებში ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და წეგან ვახსენე ეს აპოლიტიკურობის თემა. რუსეთმა რასაც მიაღწია საკუთარ საზოგადოებაში, რომელზეც უკვე პუტინი 25 წელია ეფექტურად მართავს, არის რომ გაიზარდა საზოგადოება, რომელსაც იმდენად სტკივა და იმდენად ვერ გაერკვია მის როლში პოლიტიკაში, რომ ურჩევნია თქვას, რომ ეს ჩემი თემა არ არის, პოლიტიკოსები მიხედავენ და ამით ჩამოაშორა ძალიან ბევრი ადამიანი პოლიტიკურ პროცესებს. ახლა ეს რატო არის სახიფათო, განსაკუთრებით ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს დემოკრატიული. ჩვენი თითოეული მოქალაქე თავისი ხმით ირჩევს ქვეყნის მომავალს და ქვეყნის განვითარების გზას. როდესაც შენ იმდენად მტკივნეულ და სახიფათო თემას ქმნი, რომ ადამიანმა თქვას, რომ მე აპოლიტიკურობ არ ვერევი თქვენ საქმეში, თქვენ მიხედეთ ამას,
ამით უკვე ძალიან დიდ ამომრჩევლის ნაწილს თიშავს ამ პოლიტიკური პროცესიდან. განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც შეიძლება ძალიან საინტერესო იდეებით შემოვიდეს და ეს არის ძალიან სახიფათო თემა, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართულებით, იმიტომ რომ თაობები იცვლება საბჭოთა კავშირში, ეხლა თაობები მოდის, რომელიც საბჭოთა კავშირში არ დაბადებულ, მეც მათ შორის არ დაუბადებულ ვარ საბჭოთა კავშირში, დავიბადე შემდეგ და ჩემთვის ძალიან უცხო არის ეს პროცესები. როდესაც ეს თაობა იზრდება და უკვე გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს და არჩევნებში მონაწილეობის უნარი აქვს, ისინი აღარ მისცემენ ავტორიტარულ პიროვნების კულტს, რაც უკვე საბჭოთა გადმონაშთი არის. ისინი უფრო თავისუფალ არჩევანს მისცემენ ხმას. ამიტომ ჰიბრიდული ომის იქნება ეს საგარეო მიმართულებით რუსეთი ამერიკაშიც ძალიან სერიოზულად, ევროკავშირშიც ძალიან სერიოზულად. უბრალოდ აქ ის არის, რომ იგივე იქ ადგილობრივი ხელისუფლებები ებრძვიან და აქ პირიქით აძლიერებს ის ამას. აქ ემთხვევა ინტერესი კი ბატონო და ძალიან სახიფათო თემა არის და ჩვენ ხშირად გავგვიგია ესეთი ფრაზა, რომ თუნდაც გააპროტესტონ, მაგრამ პოლიტიკური მოთხოვნები ნუ ექნებათ. აი აბსურდული განცხადება, როგორ შეიძლება რაღაცა გააპროტესტო და არ იყოს პოლიტიკური მოთხოვნა. მე ვერავინ ვერ დამისახელებს განცხადებას ან მოთხოვნას, რაც შეიძლება გქონდეს და არ იყოს ეს პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი. ხო, შანსი არ არის. ყველაფერი პოლიტიკაა. ხო, აბსოლუტურად ყველაფერი. ნაგავის როდის უნდა გაიტანოს ის რო ეს მაგიდა არის. ესეც პოლიტიკაა. მაგიდას რო 4 ფეხი უნდა გქონდეს და 3 ფეხზე შეიძლება მაგიდა არ იყოს სკამი. ანუ ყველაფერი ეს დოკუმენტებში არის გაწერი იმპორტი, ექსპორტის დოკუმენტები. პარლამენტი წყვეტს რა როგორ რანაირად. ანუ ჩვენ თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში და გვინდა ვიცხოვროთ, ეს აპოლიტიკურობის თემა უნდა მოვკლათ და იმ ადამიანებს, ვისაც გონია რომ აპოლიტიკურობა რაღაცა თვითგადარჩენის ელემენტი არის, უნდა აუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუნდაც ის რომ ისინი გადასახადებს იხდიან, ისინი ეხმარებიან სახელმწიფოს, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალური და სხვადასხვა პოლიტიკები გაატაროს. ამიტომ ყველა ადამიანს აქვს და უნდა გქონდეს იმის ამბიცია, რომ ერთის მხრივ ერკვეოდეს პოლიტიკაში და იცოდეს რა ხდება მის ქვეყანაში და მეორე რაღაც განვითარების და მომავლის ხედვა გქონდეს. ნომერი პირველი, რასაც ებრძვიან რუსეთში, ეს არის ეს და აქაც უკვე დაიწყო იგივე თემა, იმიტომ რომ ძირითადად მოდის ახალგაზრდებზე, ძირითადად იმ თაობაზე, რომელიც ჯენზის რასაც ეძახიან, რომელიც არ არის დაბადებული, გაიზარდა უფრო დასავლური ყაიდის განათლების სისტემაში, უფრო თავისუფალ უნივერსიტეტებში გამოიწვრთნენ. ძალიან ბევრ საშუალება ჰქონდა რომ უცხოეთში წასულიყო, იქ ესწავლა, იქაური აკადემიური დღის წესრიგი ენახა და შეედარებინა რაღაც ინოვაციები ჩამოეტანა, ესენი ხდებიან ნომერი პირველი მტრები, იმიტომ რომ ეხლა თუ არ მოხდა ამ ადამიანების წელში გადატეხვა და გაგდება, ასე ვთქვათ, გარდაუვალია, რომ უფრო დემოკრატიული საზოგადოება წამოვიდეს, უფრო კოალიციაზე დაფუძნებული საზოგადოება წამოვიდეს, იმიტომ რომ ვისაც დასავლური და უფრო დასავლური ყაიდის განათლება აქვს მიღებული, მათთვის ავტორიტეტი მაინდა-მაინც არ არის ადამიანი, რომელიც არის სწორი და ყველაფერი იცის. და ეს უკვე ნებისმიერი ტიპის რეჟიმისთვის, ნებისმიერი ადამიანის კულტზე დაფუძნებული პოლიტიკური რეჟიმისთვის და არა აქვს მნიშვნელობა სახელს. ყველასთვის საფრთხე არის. მაგრამ ერიკ, ხედავთ ამ ხალხის აქტიურობას მერე? ვინ ხალხის ვისაც აი ამ ახალგაზრდების, იმიტომ რომ მე განცდა მქონდა, რომ თავიდან ანუ სიფრთხილე არ გამოუჩენიათ, იმიტომ რომ მათთვის წარმოუდგენელი იყო ასე U-turn-ით, ასე რადიკალურად შეცვლილიყო ქვეყნის მიმართულება. ხო, ისინი დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში, მაშინ შეძლეს, თქვათ, კორუფციის გარეშე უნივერსიტეტში მოხვდა, შეძლეს თავისი დამსახურების მიხედვით დასავლეთში წასვლა სხვადასხვა პროგრამებით, ხო, ისინი რაღაცა ცხოვრების რაღაცა სტილს მიაჩვევდნენ და ძალიან გაუჭირდათ. რუსეთი მათთვის არის უცხო სამყარო, აი ჩემი შვილებისთვის, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ რუსული იციან, არ ხმარობენ, არ იყენებენ და მათთვის რუსეთი არის სხვა პლანეტა, სამყარო კი არა. მაგრამ ეს ანუ ამ ახალგაზრდებმა თავის დროზე თვალი ვერ გაუსწორეს, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ, მაგრამ ეხლა მე მგონი ყველაფერი არის ძალიან მკაფიო და მათაც უნდა გაუსწორონ თვალი და ამათ ისეთ აქტიურობას ვერ ვხედავთ, როგორც უნდა ვხედავდეთ. თუ არასწორად ვამბობ. მე ვიტყოდი, რომ შეფასება უნდა გავაკეთოთ იმ ქმედებებიდან, როგორც ებრძვიან ამ ახალგაზრდებს და როდესაც
განათლების სისტემის სრული რეფორმა არის დაანონსებული. ეს უკვე ნიშნავს, რომ სახელმწიფო ის ადამიანები, ვინც პარტიის ან რეჟიმის კეთილდღეობაზე და დღეგრძელობაზე ფიქრობენ, აღიქვამენ სერიოზულ საფრთხედ იმ განათლების სისტემას, რაც უკვე არის და ეს ჩემთვის უკვე ძალიან ბევრის მთქმელი არის, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საფრთხე რო არ იყოს, არ იქნებოდა ამაზე საერთოდ საუბარი და ენერგია არ დაიხარჯებოდა ამ მიმართულებით და სხვა მიმართულებით წავიდოდა. ანუ ეხლა ხდება გადაწერა ისტორიის და ანუ ყველაფერი ისტორიის გადაწერასთან ერთად კოლექტიური მეხსიერების შეცვლა, შენი იდენტობის შეცვლა როგორც ქართველის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოდის განათლებიდან, ხო? თუ არ აქვს განათლება, ეს არც ერთი კომპონენტი არ აქვს და შენ შეგიძლია ნებისმიერი რამ გაჭამონ, როგორც ასე ვთქვათ, პატრიოტ ქართველს, ხო? მზადდება პირობები სამომავლოდ უფრო მყარად დამკვიდრებისათვის. ახალგაზრდების ნაწილში დავამატები, რომ მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი საკმაოდ აქტიურია იმ პროცესებში, რაც რეალურად დღეს ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. გარკვეულ ნაწილს მოუწია ქვეყნის დატოვება სამწუხაროდ, თუმცა ვფიქრობ, რომ შეძლებს დაგვარად ისინიც მონაწილეობენ გარკვეულწილად პროცესში და აქ არის მეორე, ჩვენც უნდა მივცეთ ჩვენ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდა თაობას და გარკვეულწილად ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი მათი აქტივობების გაძლიერებას, როგორც საპროტესტო მუხტში, ასევე პოლიტიკურში და პოლიტიკურ პროცესებში. მე ვიტყოდი, რომ სასურველი უფრო მეტი ახალგაზრდა ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში და უფრო კარგად გაეგოთ ის რისკები, რაც არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეული ნაწილი საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს იმ პროცესში, რომელიც დღეს ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ერეკლეს განათლების რეფორმას ვიტყოდი, რომ განათლების რეფორმა სწორედ რომ ემსახურება მორჩილი საზოგადოების შექმნას, პოლიტიკურად მორჩილი საზოგადოების შექმნას სამომავლოდ ქვეყანაში და ეს არის როგორც მე ექსპერტების შეფასებები წავეკითხე, ეს არის საკმაოდ ცუდი რეფორმა, რომელიც ვერ შექმნის პოტენციურად ძლიერ საზოგადოებას საქართველოში და ალბათ ეს ჯდება იმ ამოცანის ფარგლებში, რომ სამომავლოდ რომელიღაცა კონკრეტულ სახელმწიფოს ან რომელიღაცა კონკრეტულ ჯგუფებს ექნებათ მყარი პოზიციები და ეყოლებათ ისეთი საზოგადოება, რომელთანაც მარტივად და სასურველი message box-ით ადვილი იქნება კოოპერაცია და სასურველი პოლიტიკური შიდა თუ საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიწოდება და გამყარება. იმიტომ რომ მაგალითად, აი ხა და ამაზეც თუ რეაქცია არ ქონათ, მე არ ვიცი, იმიტომ რომ მშობელს, ყველა მშობელი ცდილობს, რომ თავის შვილს მისცეს საუკეთესო განათლება, ხო? ეს არის, ანუ ჩადებული ადამიანში, რომ მისმა შვილმა იცხოვროს უკეთესად. ამისთვის ცხოვრობს, ხო? რომ მისმა შვილმა იცხოვროს უკეთესად და ერთ-ერთი ამოცანა ეს არის, რისთვისაც ცხოვრობ. ერთ-ერთი ამოცანა ეს არის, კი, ნამდვილად, ხო? რა ვიცი, მე მგონი ყველა მშობლის ბუნებრივი ინსტინქტი ეს არის და ამ დროს შენ დაუნები იცი რა, არ არის საჭირო შენი შვილი უცხოეთში წავიდეს. და არა და იცი რომ უცხოეთში წასვლა მას უზრდის პერსპექტივებს უკეთესი განათლება მიიღოს და შესაბამისად უკეთესი ცხოვრება კონდეს. და თუ გინდათ მაინდა-მაინც მე-12 კლასში გაუშვით. რას ნიშნავს ეს? ვინ უნდა გაუშვას სად სკოლაში? მე გაუშვებ როგორც კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელსაც ოქრო ზოდები მაქვს სახში და მოპარული მილიონები და მილიარდები, და თუ კიდე შენც გაუშვი. აი ეს არის ცინიზმის ბოლო ფორმა, რომელიც, ანუ არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება ხა ადამიანმა ეს მშვიდად გაატაროს, ხო? პირველ რიგში, ანუ ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის დაკეტვის პერსპექტივა. ამიტომ ეს მგონია, რომ უკეთესად უნდა გამოიყენოს აქეთა მხარესაც დავიწყოთ ლაპარაკს. მანამდე, შალვა, მინდა ვთქვა, რომ აი ეს FSB-ს ყოფილი თანამშრომელი, მინდა გითხო პროსტად FSB-ს ყოფილი თანამშრომელი ლაპარაკობდა აი კონკრეტულად როგორ ებრძვიან ანუ ქვეყანაში მყოფ ალტერნატიულ ძალებს. ნუ გარდა იმისა, რომ როგორ ცალკე ფიზიკური კუდის აკიდება, ცალკე ტელეფონის კონტაქტი, ცალკე მოსინჯვა, რომელია ყველაზე პერსპექტიული და იმის თუ გაშავებას ვერ ახერხებენ აგერ ნავალნივით მოწამლეს, ხო? და ცალკე უნდობლობის ჩანერგვა, რომელიც არის ყველაზე საშიში რამე, იმიტომ რომ უხილავია, ხო, როგორ გებრძვიან, აი უნდობლობის დათესვა და ფრაგმენტაცია, მაქსიმალური ფრაგმენტაცია საზოგადოებაში. აი ეს როგორ ხდება? ეს არ ახალია, რეალურად ასეთი მექანიზმებით მუშაობდა საბჭოთა კავშირის დროს, სუკი ეგრეთ წოდებული KGB ცნობილი
ორგანიზაცია ალბათ მანამდეც იგივე მექანიზმებით მუშაობდა და მომავალშიც ასე იმუშავებს. რეალურად რუსეთის სახელმწიფოს საქართველოს მაგალითზე ვიტყვი, ინტერესები ჰქონდა, აქვს და აუცილებლად ექნება. მექანიზმების ნაწილში იცვლება უბრალოდ ტექნოლოგია, მიდგომა საკითხების მიმართ და ეს არის დამოკიდებული რა ტიპის სუბიექტებზე, რა სამიზნე აუდიტორია, რა ტიპის სუბიექტები არიან. და ტექნოლოგიები ძალიან და ბუნებრივია ტექნოლოგიებმა პრაქტიკულად შეცვალა, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის საქმიანობის მეთოდიკა, ის რაც პირობითად 25 წლის წინ მიუწვდომელი იყო, დღეს შეიძლება 3 წუთში მიწვდომადი გახდეს, ანუ ინფორმაციული თვალსაზრისით. გაიზარდა ინფორმაციული ნაკადი, ღია სივრცეში არსებობს პრაქტიკულად ყველაფერი ადამიანებზე, პროცესებზე, თქვათ, პერსპექტივებზე. შესაბამისად, კარგი შემფასებლის ანალიტიკოსის პირობებში ძველი ფორმულისა და თანამედროვე ინფორმაციის გამოყენებით ეგრევე იწყობა ის სისტემა, რაც იწყებს მოქმედებას, რა და ამ შემთხვევაში გასაკვირი არაფერი არ არის. რუსეთი აუცილებლად იმუშავებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ საკუთარი მიზნების განხორციელებას, აი ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენ ვიცოდეთ, რომ ასეთი რისკი არსებობს, ჩვენ ვიყოთ მზად მსგავსი ტიპის გამოწვევებთან ადეკვატური მოქმედებისთვის და საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, რომ იგი შესაძლოა წარმოადგენდეს რომელიღაცა ქვეყნის ან სისტემის დაინტერესების ობიექტს და მან უნდა ითანამშრომლოს იმ სამსახურებთან, რომლის მიმართაც ნდობა აქვს და იგი არ იქნება გამოყენებული, ეს თანამშრომლობა არ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეხლა რა ვიდა რომელია? ეგრობელია. ანუ მომენტი ცოტა ძნელად მისაღწევია. ამ რეალობაში ჩვენ ვართ უმძიმე სიტუაციაში, იმიტომ რომ იქედან ესე იგი რუსეთი, ივანიშვილი ერთად მუშაობს, მთელი ფინანსური ბერკეტები მათ ხელშია რეპრესიის ბერკეტები, ყველაფერი მათ ხელშია, ჩვენ მხარეს უბრალოდ სიმართლეა, ოღონდ ეს სიმართლე როგორ უნდა მივიტანოთ აი ნეიტრალურ მოქალაქეებამდე, ამაზეც ვერ შევთანხმდით და ამაზეც კოორდინირებულად ვერ მუშაობთ. პირიქით, მათი მთავარი მიზანი აქაც მიღწეულია, იმიტომ რომ ფრაგმენტირებულია მთლიანად სპექტრი, ყველას ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, გამუნდობლობას ყველა ფეხის ნაბიჯებს დგება და ეს არის ყველაზე დიდი იარაღი პრინციპში, მოწინააღმდეგეს გასანეიტრალებლად, გადაკიდო ერთმანეთს, ჩასვა იქ შენი პროვოკატორი და რომელიც რაღაცას გეტყვის ჩუმად ყურში, რაღაცა ინფორმაცია შემოაგდებს, ამიტომ ამაზე უნდა ვიყოთ ძალიან, უნდა ვიცოდეთ, რომ უნდობლობის დათესვა პირველ რიგში არის მათი მთავარი იარაღი და მათი მთავარი მიზანი. აი როგორ ხდება ერეკლე შენი თვალთახედვით და აქეთ ამ ხრიდან რას შვებით და რას შეცდომები დაუშვით შენი თვალთახედვით? შეცდომები ჩემი აზრით ბევრი არის, მოდი თავიდან იმაზე დავიწყოთ საუბარი, რა სიტუაციაში ვართ ახლა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის პროდასავლურად განწყობილი და ხედავს საქართველოს გადარჩენის გზას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, დღეს გრძნობს, რომ ებრძვის ძალიან დიდ ფინანსებით და რესურსებით უხვ სისტემას. ამ შემთხვევაში სისტემა თავიდან ბოლომდე გვიკონტროლებს დღის წესრიგს. დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ, გვიკონტროლებს სისტემა და შესაბამისად რეაქციის რეჟიმში არის მთელი საზოგადოება და ოპოზიციური პარტიებიც მათ შორის და ვიჭედებით ამ წრეში, რომ რაღაცა მოხდება, ჩვენ ამაზე რეაქცია გვაქვს, მე ისინი რაღაცას იტყვიან, მე ამაზე ისევ რეაქცია არის და გიკონტროლებენ რაზე ფიქრობ, რაზე ლაპარაკობ ყოველდღიურ რეჟიმში. ამ პირობებში ძალიან მარტივია ზეგავლენა მოახდინო ადამიანზე, გადაატანინო ყურადღება, გაფანტო, დაგსაქსო, ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც აკონტროლებ ხალხი რაზე ლაპარაკობს ყოველდღიურად. ეს ძალიან კარგად გასააზრებელი თემა არის, იმიტომ რომ ჩემი აზრით პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი ვალდებულება არა მარტო Facebook პოსტების წერა, ტელევიზიებში მისვლა და რაღაცებზე კომენტარის გაკეთება არის, არამედ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა არის, რაზეც რეაქციას გამოიწვევენ უკვე მეორე მხრის. აი პოზიტიური რას იშავს პოზიტიური დღის წესრიგი? რაღაცა თემა, რაზეც შეიძლება რომ პირიქით და თავდაცვით პოზიციაში ჩადგნენ, პირიქით ილაპარაკონ, პირიქით გადაიტან, შემოატრიალო დღის წესრიგი. ჩვენ რო ვსაუბრობთ ახლა ოპოზიციონერებს რო წაუყენეს ბრალდება, ეს არის მათი დღის წესრიგი. საპირისპიროდ რას უპირისპირებთ, ეს ჯერ არავის არ შემოუთავაზებია.
და შორის ძალიან საინტერესო პოსტი ქონდა მაგაზე ოძობოგვიადებით ხო რომ დაასრულებ ხო ანუ დღის წესრიგი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა იმიტომ რომ ჩვენ თუ ჩავიკარგეთ ამ კითხვა პასუხში რეაქციაში ჩაკარგულები ვართ ვერთობით კიდევაც რაღაც დონეზე ხალხი ერთობა კიდევაც რომ აუ ამან ნახე რა თქვა და როგორ შეიძლება ამის თქმა და ასე შემდეგ ეს ხო მეთოდი არის ეს არის აპრობირებული მეთოდი არა მარტო საქართველოში ან რუსეთში სტივ ბენონი პირდაპირ ამბობდა რომ დემოკრატები როგორ უნდა დავაბინოთ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ და ვეღარ მიხვდებიან რაზე უნდა გააკეთონ რეაქცია და ეს ძალიან მარტივი თემა არის და ჩემთვის ძალიან სამწუხარო არის რომ ის ადამიანები ვისაც პირდაპირ ევალება და აქვს ამბიცია რომ უნდა მართონ მომავალში ქვეყანა რომლის 20%-იც ოკუპირებული არის ამას ესე მარტივად ატარებენ და ერთვებიან ამ დღის წესრიგში ნომერ პირველი მე ახლა ვერ ვიტყვი რა თემა უნდა წამოვწიოთ წინ იმიტომ რომ ჩემი პრეროგატივა არც უნდა იყოს მაგრამ არის თქვი არა მაგალითად განათლების რეფორმა რა ერთ-ერთი მარტივად გადასამუშავებელი ინფორმაცია უნდა დაშალო ეს იმიტომ რომ ეხლა განათლება ისეთი რთული თემაა შენ თუ რაღაცა 4 გვერდიანი რაც უფრო მეტი ადამიანი ილაპარაკებს ამ თემაზე და უნდა იცოდეს რა მიმართულებით რას ლაპარაკობს მარტივად კიდე ამას ვამბობ აქ ასევე ის თემაც არის რომ ვიღაცას იმდენი პოლიტიკური ხედვა უნდა იყოს, რომ აარჩიოს რა თემებზე ღირს ყურადღების გამახვილება და რა თემებზე არ ღირს, რა არის მომგებიანი და რა არის წამგებიანი. იქნებ რაღაცა უბრალოდ გავატაროთ და სხვა რაღაცაზე ვკონცენტრირდეთ. აქ ეხლა ყველა ცდილობს, რომ ყველაფერზე ტელევიზორს მე მაგალითად ტელევიზორს აღარ უყურებ, იმიტომ რომ ძალიან დამღლელია. რაღაცა ყველა პატარა განცხადებაზე, პატარა რაღაცაზე სულ 24 საათი ამაზე იმან ეს თქვა ეს დღის წესრიგი უნდა შეიქმნას. და უნდა აირჩეს კონკრეტული პირების მხრიდან, რომელთაც აქვთ ამბიცია, რომ ეს მათი საქმე არის, უნდა აირჩეს რა თემებზე უნდა იბრძოლონ ბოლომდე და რა თემები უნდა გაატარონ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი კარგავს აზრს და თავის სიმწვავეს. ყველაფერზე თუ ვამბობთ, რომ ეს არის რუსული მეთოდიჩკა ეგრეთ წოდებული, მაშინ რეალური მეთოდები და რეალური სულები გამოგრჩება. ყველაფერზე არ შეიძლება ერთ რაღაცაში შეფუთო. სიმწვავეც გვავიწყდება მე და ძალიან ბევრი რაღაცა იკარგება საინფორმაციო გარემოში და ეს ჩვენ და იმ ადამიანებს, რომელსაც მართლა ადარდებთ ქვეყნის მომავალი, ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს ეს. დავამატებდი რომ უნდა გაერთიანდნენ ამბიციებზე, გარკვეული ტიპის ამბიციებზე, პოლიტიკურ ამბიციებზე უნდა თქვან, თუ ხედავენ რომ ეს მათ ხელს უშლის გაერთიანებაში. ეს არ გაერთიანება თქვენი აზრით საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა კიდე უფრო მეტი შანსი იყო ვიდრე ახლა. ეხლა მთლიანად მოასუფთავეს ველი. რამდენად დიდი შეცდომა იყო? მე პირადად ვთვლი რომ არ გაერთიანება ყოველთვის შეცდომაა. გინდა საპარლამენტო არჩევნების წინ იყოს, გინდა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. იმიტომ რომ ფაქტია, რომ გაერთიანებული, კონსოლიდირებული და შეძლებს დაგვარად მონოლითურ ჯგუფად ჩამოყალიბებული ოპოზიციური თუ კრიტიკული საზოგადოება გაცილებით უფრო დიდი აქტივობის მომტანია და გაცილებით უფრო კარგი შედეგის მომტანია, ვიდრე ასე ნაწილ-ნაწილ დაშლილი. ამ შემთხვევაშიც გავაგრძელებ ერეკლეს პათოს ნამდვილად მათ აქვთ ვალდებულება საზოგადოების წინაშე, ვინაიდან აქვთ პოლიტიკური ამბიციები. პირველად მათ გვაჩვენონ მაგალითი როგორ შეიძლება ციხეში არიან ეხლა რა უნდა ქნან გასაგებია ეგეც ესეთი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია და მათაც ყავთ საკმაოდ ბრწყინვალე გუნდი რომელიც დღეს გარეთ არის და არსებობს რესურსები იმისა რომ ჩამოყალიბდნენ და გვაჩვენონ მაგალითები როგორ შეიძლება ჩვენც ჩაგვითრიონ ასე თქვა მათ კონსოლიდირებულ ასე თქვა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენ მზად ვართ რომ საღი აზრის გვერდში დავდგეთ და მათთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა და თუნდაც განათლების რეფორმა ყველა ვხვდებით თითოეულ ოჯახში ეს რეფორმა იქნება განხილული დარწმუნებული ვარ ვისაც ოდნავ თავისი შვილის მომავალთან დაკავშირებით რაღაცა პრეტენზია განხილული იქნება დეტალურად რა შეიძლება ამან მოიტანოს ავიღოთ სასტარტოდ კონკრეტულად განათლების რეფორმის თქვა ასე თქვა ჯგუფური შესწავლისა და საზოგადოებამდე სწორი მესიჯების, სწორი გზავნილების დაყვანის ამოცანა და დავიყვანოთ ეს ხალხს ვანახოთ, რომ რეალურად თუ დღეს გავჩუნდებით, ხვალ უბრალოდ საუბრის უნარიც აღარ გვექნება და ვერ გავაგებიეთ ხალხს და ვერ გადმოვცევთ ჩვენ აზრს, თქვა სიტყვაზე 5-6 წლის თუ 10 წლის მერე, იმიტომ რომ ამის უბრალოდ სურვილი აღარ გვექნება რა. ხო, არა, სურვილიც აღარ გვექნება და აი ნახეთ, თუნდაც რომ შევადაროთ წინა საპარლამენტო პერიოდი, ხო? მაშინ
იყო გაცილებით დიდი შანსი ბევრი რამის, მათ შორის გარეთ არ იყვნენ დაჭერილები ოპოზიციის ლიდერები, მათ შეეძლოთ გაერთიანება და სწორი კომუნიკაციის აწყობა, იმიტომ რომ ეს ახლა რაზეც ლაპარაკობს ერეკლე არის 2x2 4, მაგრამ ვერავინ ვერ შეძლო ამის გაკეთება, რომ ეს დღის წესრიგის შემქმნელი თვითონ გამختارიყო და თავის მართლების რეჟიმში ჩაეყენებინა რეჟიმი. აი ხლა დღეს რა გვაქვს? თან ძალიან სწრაფად მოქმედებს. უსწრაფესად, სანამ ჩვენ აზრზე მოსვლას მოვასწრებთ, ძალიან სწრაფად მოქმედებს. ხო, სად გვეჩქარება, ესეც კარგი კითხვა. ივანიშვილი და დღეს უკვე ახლა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ რომ მოვუწოდებთ, ეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიდი ნაწილი არის ციხეში. არა, გაერთიანებაც ახლა ზედმეტი არის, იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში თუ არა, ანუ პოლიტიკური პარტიის მიზანი არის, რომ არჩევნების მეთოდით მოვიდეს ძალაუფლებაში და რაღაც რეფორმები გაატაროს, ანუ შესაბამისად თუ ამაზეც ვერ თანხმდები, მიდიხარ არჩევნებზე თუ არ მიდიხარ, ჩემი აზრით ძალიან ბევრი შეიძლება გაუჩნდეს, ძალიან ლოგიკური და მაშინ რა გვინდა პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკურ პროცესებში არ ვერთვებით, ხო? ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომუნიკაციაში არის ესეთი ფრაზა, ანუ მოცემულობა. თქმა კეთების მოცემულობა. როდესაც შენ ამბობ, რომ მე არჩევნების მერე მაქვს იმის უნარი, რომ გავერთიანდე, შენ მოსახლეობას უფრო მეტი ნდობა შეგიძლია გაუღვიო, იმიტომ რომ მანამდე გაერთიანდე და დაანახო ძალა. ცალსახად, ერთნიშნულოვნად. როდესაც შენ ამბობ, რომ მე შემიძლია კოალიციური მთავრობა შევკრა და ერთმანეთს ხოცა მიიღებ თუ არა მონაწილეობას, ვინ არის მოღალატე და ვინ არა, საზოგადოება ვერ დაინახავს იმ არ დაგიჯერებს, რომ ძალიან მარტივი თუ ეხლა როცა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი არის სასწორზე შემდგარი და ამბობ, რომ ქვეყანას გვართვევენ ვიღუპები და ვერ ერთიანდები, რატო უნდა დაგიჯერო, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციის შეკრა შეძლება? ანუ ვერ დაგიჯერებ. დასაჯერებელი უკვე არაფერი აღარ არის, ანუ ვერ შედგება კოალიცია, ასე გამოდის. ძალიან ლოგიკური რაღაცაა. მე უკვე როცა ხელისუფლების გადანაწილების ამბავია, ხო? ხო, რა თქმა უნდა. და ბევრს მაგის შიშიც აქვს 90-იანების გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ კოალიციურ და ბევრი პარტიის ყოფნას რა შედეგები შეიძლება მოყვეს. და ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი არის და ამ ყველაფერს უნდა კომუნიკაციაში ინტეგრაცია. ესე როგორც თქვი, ესე ჰაერში არ ვართ, რაღაც იზოლირებულ სისტემაში არ ვართ. ეს არის სისტემა, რომელიც არის ურთიერთ დამოკიდებული ძალიან ბევრ რაღაცაზე და დღემდე საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აძლევს ხმას იმ პარტიას, რომელთანაც გრძნობს ძალას. და შენ თუ ძალას ვერ ადემონსტრირებ და ვერ აჩვენებ საზოგადოებას, ნდობას ვერ უღვივებ, მაშინ იქ ნებისმიერი ტიპის ბრძოლაზე არის ძალიან ზედმეტი საუბარი რა. ეხლაც რა უნდა გააკეთონ ცოტა რთული საკითხია, ძალიან ბევრი ციხეში ზის, პრობლემები არის სერიოზული, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მარტივი ელემენტი, სათქმელად მარტივი, მაგრამ რაც შეიძლება გააკეთონ არის რაღაცა კონკრეტული მიზნები დაისახონ და საჯაროდ შესრულდეს ეს მიზნები რა. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა ეხლა ამ მომენტში, რასაც საუბრობთ, რა მიზნები იქნება ეს. მაგრამ რაღაცა ტიპის წარმატება, რაღაცა თანმიმდევრულობა, რაღაცა ერთი თქვა, მერე მეორე დღეს გადათქვა, ცოტა არასერიოზული თემა არის საზოგადოებისთვისაც და ისიც არ უნდა ჩავთვალოთ, რატომღაც მოცემულობა არის, რომ შენ რო რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებ, ხალხი გამოყვება. პირიქით უნდა ნახო ხალხი რა განწყობაზე არის და იმის მიხედვით იმოქმედო. ეს არის ძალიან ელემენტარული რა. არავის ჯვარი არ აქვს დაწერილი არც ერთ პოლიტიკურ პარტიაზე და რაღაცა რო არ მოეწონა საქართველოში განსაკუთრებით ძალიან ხისტად არის ხოლმე რეაქცია და ესე მოცემულობად ამომრჩეველი, მოცემულობად პოლიტიკური პროცესები არ უნდა მივიღოთ და ამის ძალიან ბევრი მაგალითია, როგორ შემოუბრუნდათ არასწორად ეს თემა და ფიქრობ, რომ პაუზა უნდა იყოს პატარა, აღებული და კარგად უნდა შეთანხმდნენ რაღაც თემებს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს ჩემთვის. აი ერეკლეს აზრს გავაძლევ, აქ იყო კონკრეტული ამოცანებით დასახული. ამოცანა ნომერი 1 არის გაერთიანება. ამის მეტი დაანჩენი ამოცანები გაწიონ გვერდზე, გადადონ, ჩადონ სტრატეგიებში, სხვადასხვა მიმართულებებზე და ერთადერთი ამოცანა დაისახონ, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია მოახდინონ საკუთარი გაერთიანებული, თქვა, სოციუმის გარშემო და ჩაუდგნენ
გარკვეული ტიპის განახლებულ პოლიტიკურ პროცესს სათავეში. სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არსებობს. ფაქტია, რომ საზოგადოების დაკვეთა არის დაინახოს რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული მოქმედებები, რაც გაზრდის მათ ნდობას პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ. აქეთ ამხარე საზოგადოებას ვამბობ. ეს იყოს ნომერ პირველი ამოცანა, აი ერთადერთი ამოცანა, რომ გავერთიანდეთ ყველანაირი სიტყვაზე პოლიტიკური ამბიციების თუ გრძელვადიანი გეგმების გარეშე. ნომერ 1 ამოცანა და ბოლო ამოცანა არის იქნებ გავერთიანდეთ და გაერთიანდნენ. არ მგონია რომ საზოგადოება ამას ის თქვი რომ სადაჩქარებათ ნეტაო. რაც უფრო მალე შესრულდება კონკრეტული ამოცანები, მით უფრო მალე დაჩქარდება სხვა ამოცანების დღის წესრიგში მოსვლა. სხვა ამოცანა რა შეიძლება? რა გააჩნია რა მრავალი ამოცანაა რა. ეს ასე ვთქვათ მადამოვა მე გამოჩნდება რეალურად რა აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც თქვი ჩვენი შეხვედრის პირველ ნაწილში რუსეთი არასდროს არ დაკმაყოფილდება იმ ემოციანების შესრულებით რაც დღეს არსებობს და ყოველთვის შეეცდება გაზარდოს თავისი გავლენება ეს ლოგიკურია ეს ბუნებრივია და თუ ამას მისცემს შესაძლებლობას მეორე მხარე რა თქმა უნდა ეხლა რა აკავებს ანუ რა გვაქვს ერთადერთი შემაკავებელი დღეს როცა ძალიან მძიმე სიტუაცია ამას უნდა გავიაროთ მე ვფიქრობ რომ საქართველოს როგორც ასეთი ნომერ პირველი გამოწვევა და პრობლემა რუსეთისთვის ნამდვილად არ არის აქ სხვა თემაა ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი და ამ ომით გამოწვეული საერთაშორისო თუ შიდა პრობლემები თვით რუსეთის ფედერაციაში ანუ ამ ომზე ვართ პირდაპირ მიბმული? რა თქმა უნდა, შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი უმწვავესი პროცესი მიმდინარეობს და ეს სამდღიანი ომი, რომელიც ერთ თვეში კაპიტულაციით უნდა დასრულებულიყო 4 წლიან ომში გადაიზარდა და არავინ არ იცის ეს ომი როგორ დასრულდება. ჩემი სუბიექტური აზრია და არაერთგზის მითქოს, რომ აუცილებლად კიევის გამარჯვებით უნდა დასრულდეს ღირსეულით და ამის დიდი კაი ნიშნები არსებობს. თუმცა დაველოდოთ ახლა პროცესა როგორ იქნება და შავი მაგრამ ჩვენი ბედი არის პირდაპირ მიბმული ამაზე რა უნდა ანუ ამ ამასობაში რა უნდა გავაკეთოთ ის რაც თქვი ჯერ დავამატებ ერთ იმას სადეჩქარებათ თემაზე მე ნაწილობრივ შევეხე ეს არის თაობების ცვლა ანუ სუფთა კომუნიკაციის თვალსაზრისიდან რომ ნახოთ თაობების ცვლა ეჩქარებათ იმიტომ რომ მოდიან ახალი თაობები რომლებსაც საერთოდ უცხო არის ავტორიტარული საბჭოთა ესეთი თემები და სანამ ეს თაობები ფეხს გაიდგამენ მოძლიერდებიან ეკონომიკურად ჩაანაცვლებენ იმ უფრო მოხუც თაობას რომელიც პირდაპირ არის იმედის მაყურებელი მათი ამბობს ხო ეს ადამიანები ბუნების კანონია რომ ნელ-ნელა თაობები იცვლება და ეს თაობები ძალიან ესე ეცვლებათ და ამიტომ ეს თაობებიც უნდა შეცვალონ ეს თაობები შეცვალონ გადაწერილი ისტორიით და დაკარგული მეხსიერებით კი ბატონო და მეორე კითხვა რო გავაგრძელოთ ეს უკრაინის თემაზე მიმულები ვართ თუ არა რა თქმა უნდა მიმულები ვართ ეს უკრაინის თემა არ არის მარტო ჩვენი რეგიონის პრობლემა ეს არის უკვე გლობალური დღის წესრიგის პრობლემა სადაც რუსეთი ერთის მხრივ ასე ვთქვათ არგუმენტები რო ვთქვათ ერთის მხრივ ამბობს რომ ჩვენ დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას ვაბრუნებთ, გავლენის სფეროების პოლიტიკას ვაბრუნებთ და მე-19 საუკუნის მე მჭირდება ჩემ გარშემო იყოს ავტორიტარული და არადასავლური ყაიდის სახელმწიფოები, იმიტომ რომ მე რეჟიმის შენარჩუნებისთვის მჭირდება რომ ვერავინ ვერ დაინახოს უკეთესი ცხოვრება რო არსებობს და მეორე მხარე ამბობს რომ შენ არ გაქვს უფლება გავლენის სფეროები გქონდეს და ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი უნდა კონდეს უნარი გადაწყვიტოს სად იქნება და რა პოლიტიკურ სიტუაციაში იქნება. ანუ ჩვენ არ ვართ ეს რუსეთ-უკრაინა არის შეფუთვა, მაგრამ რეალურად გაცილებით უფრო დიდი გლობალური ყევების ფონზე ვართ და საერთაშორისო წესრიგი არსებული იქნება თუ არა, ჯერ კიდევ ამის გადახედვა მიდის, გადახედვა ამისთვის გადახედვისთვის ბრძოლა მიდის. შესაბამისად ძალიან მიბმულები ვართ და ჩვენ ბედს ნამდვილად გადაწყვეტს როგორ დასრულდება ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს საქართველოზე ხო მართლაც ეს რაღაცა როგორ ბრუნდება ხოლმე ისტორია ცნაურად ახლა მე-20 საუკუნის ისტორია რაღაცა სხვა ფორმით დაბრუნდა 21 საუკუნეში და ბოლო კითხვა მინდა რაც ყველაზე ესეთი სადისკუსიო თემა იყო, იმიტომ რომ ივანიშვილმა საერთოდ დიქტატორებს, ავტორიტარებს უმართლებთ ხოლმე ეს რაღაცა პერიოდი. თვითონ ვიტოვებ რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ აღარ გაუმართლოთ, მაგრამ აი უკრაინის ომი გამოიყენეს
თავის სასარგებლოდ ბოლომდე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, იმიტომ რომ ჯერ მარტო რაღაც შემოსული ხალხის და შესაბამისად ფულის ნაკადი, შემდეგ ეს სანქცირებული ტვირთები, ფინანსური არაკანონიერი ფინანსური ნაკადები, ამან მოუტანა უზარმაზარი შავი ფული, რომლითაც გააძლიერა სისტემა თავი ბოლომდე. და მეორე რომ ძალიან კარგად ააწყო თავისი პროპაგანდა აბა ომი გინდაზე, იმიტომ რომ ეხლა როცა ომი არის ძალიან ახლოს, როცა გაგ ომის გამოცდილება და ტრამვა, ბუნებრივია გაცილებით უკეთესად იმუშავებს შენზე. და აი შეიძლებოდა თუ არა აბა ომი გინდა და მეორე ფრონტს რაღაცა დაგვეპირისპირებინა ან დაუპირისპიროთ, იმიტომ რომ ამბობენ რომ აი ეს ისეთი შიშია, რომ ამას გვერდი უნდა ავუაროთ. ახლა დღევანდელი პერსპექტივიდან მარტივი სალაპარაკო არის წარსულ შეცდომებს. ხო, მაგრამ ეხლაც იგივეა, ხო? უნდა დაპირისპირებოდა და მე ამის ელემენტები ვერ ვნახე, რომ აქტიური მუშაობა მიდიოდა ამ ნარატივის დასაპირისპირებლად. შიში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ელემენტი, რაც შეიძლება გამოიყენო ადამიანზე ზეგავლენისთვის და ირაციონალური შიში რომელიც არის აი მომავლის მოლოდინებზე დაფუძნებული, რომელსაც აი ვერ დავამტკიცებთ, მოხდება არ მოხდება. ძალიან დიდი რისკი არის ადამიანის მიერ აღქმული რა. შენ რო ამბობ, რომ ომი იქნება, ის ხო კამათოს ხო არ გააგორებს და დაელოდება ნახოს მართლა იქნება თუ არა. შესაბამისად, მისთვის უფრო მარტივია დაიჯეროს, რომ იქნება და რამე გააკეთოს, რომ არ იყოს. ამ შემთხვევაში შეთავაზებული იყო ასევე ალტერნატივა. ანუ ერთი არის რომ პარალიზს იწვევს, პარალიზებას იწვევს, აბა ომი გინდა და მეორე არის უკვე ქმედებას რო შესთავაზოთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ამ კამპანიაში იყო ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავიწიოთ გვერდზე, ჩვენ უნდა ჩამოვშორდეთ ამ ყველაფერს და ეს ამ ომი გინდას ნარატივს უფრო ატრიალებს და რაღაც ქმედებისკენ გიბიძგებს, რომ როგორ ჯობია გავაკეთოთ, რომ ეს ავირიდოთ. მეორე მხრიდანაც უნდა ყოფილიყო შემუშავება თუ ალტერნატიული დღის წესრიგი არა და სხვა მიმართულებით თემის გადატანა არ იქნებოდა, მაშინ ალტერნატიული ქმედება უნდა ყოფილიყო, აბა ომი გინდათ საპირისპიროდ რა იქნება. ეხლა დღევანდელი დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ მარტივი სამუშაოა, ხო, სამუშაო არის. ეს არ არის მარტივი ამბავი, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ შიშთან გვაქვს, რომელსაც ახლა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ხო? ლოგიკურ არგუმენტს ვერავინ ვერ მოიფიქრებს, რატო არ შეიძლება შემოიჭრას. ხო და რო შემოიჭრას, რითი ვიცავთ თავს და როგორ ვიცავთ თავს? საკმაოდ ძლიერი მესიჯი იყო, აბა ომი გინდა და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მესიჯმა თავისი მაქსიმალური შედეგი დადო. რომ არ შემოიჭრას და აბა ომის გინდა რო არ დადგეს, ამიტომ უნდა ჰყავდეს ძლიერი თავდაცვის უწყებები, სახელმწიფო უნდა იყოს გამართული, უნდა ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები, გამყარებული ზურგი და დარწმუნებული მორალურად და ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად იმისთვის, რომ დაიცვა შენი ქვეყანა და შენი ქვეყნის ინტერესი. განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოში, რომელსაც საქართველოს ჰქვია. ჩვენ მუდმივად ვიქნებით აბა ომი გინდას პრობლემის ქვეშ, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაცა, რომელიც იტყვის, თუ ხვალ ჭკვიანად არ მოიქცევი, მე შენ თავს დაგესხმევ. არც უნდა გამოჩენა, ვიცით, ვინც იქნება ასეთი რა და შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი არის მომზადება, გაძლიერება და ამას აცხადებენ ზე წამყვანი სახელმწიფოები საკუთარ განცხადებაში. ბალანსი ძალიან იცვლება რუსეთს რო თავი დავანებოთ რეგიონში, როცა აზერბაიჯანს ყავს უზარმაზარი, ანუ ძალიან კარგად გაწვრთნილი არმია, რომელსაც გუშინ განაცხადა, რომ ნატო სტანდარტებზე გადაყავს და კიდევ უფრო გაწვყავს მოკავშირეები თურქეთის და ისრაელის სახით, რომელიც მუდმივად აწოდებენ იარაღს და ფულიც აქვს აზერბაიჯანს იმისათვის, რომ დახარჯოს თავდაცვაში. როდესაც ჩვენ არ განადგურებული ხარ თავიდან ბოლომდე და თავკომბალა ხდება ერთი ქვეყანა, ნასაკვირველია, მაშინაც ხარ საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ ვერავინ მაგას ვერ განსაზღვრავს და ვერ განჭვრიტავს წინასწარ, რომელი ქვეყნის ლიდერს რამადა გაეხსნება რა მომენტში. გლიშიშიც სხვას ვერ გავწყვეტთ რა. უნდა ვიყოთ მზად. სახელმწიფო როცა ხარ, მუდმივად ხარ, აბა ომი გინდას სიტუაციაში არ არსებობს. სახელმწიფოს დაარსების დღიდან. კი და მე დაუბრუნდები. ისიც აბა ომი გინდას იმაში იყო. ყოველთვის ეგრე არის ადამიანები
ჯგუფებს შორის ურთიერთობა ყოველთვის რაღაცა თემაზე როცა არის განსაკუთრებით ეკონომიკა, ძალაუფლება, ასე შემდეგ, ყოველთვის არის აბა რესურსების გადანაწილება. ამიტომ ეს არ არის რაღაც ახალი, ეს უბრალოდ სახიფათო იყო, იმიტომ რომ მთავრობა გეუბნება, რომ პირდაპირ, ანუ მთავრობა როცა ამბობს ამას, ყველა იმას ფიქრობს, რომ რაღაცა ხდება, ხო? ანუ ჰაერიდან არ არის ეს მოტანილი. დაუბრუნდები იმ თემას ნეიტრალიტეტზე, როცა იყო საუბარი, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში არ არსებობს ესე არბიტრი, ერთი სახელმწიფო, რომელიც წყვეს რა როგორ უნდა იყოს. შესაბამისად, შენ როდესაც ამბობ, რომ ჩემი მიზანი მშვიდობა არის, აბა ომი გინდას უკვე პასუხი გაეცი, რომ მე მზად ვარ ყველაფერი დავთმო, ოღონდ ომი არ იყოს. ანუ ეს ერთ კომპლექტში არის შესული და ძალიან სახიფათო არის ისევ დემილიტარიზაციის მიმართულებით, რომ როდესაც შენი სახელმწიფოს პოლიტიკა არის მშვიდობა ყველაფრის ფასად და არა თავისუფლება ყველაფრის ფასად, როგორც ძირითადად ქვეყნების უმეტესობას აქვს. განვითარება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ესენი რო გვერდზე ჩოჩდება და მშვიდობა არის ნომერ პირველი, ერთადერთი გზა რითაც შენ შეგიძლია მშვიდობის გარანტია არის, რომ შეკავების პოლიტიკა გქონდეს, მკაფიო და რეალისტური, ხო? შეკავების პოლიტიკა არის ის. მათაც არა აქვთ გარანტია, რომ მშვიდობა იქნება, მაგიტო შევიდნენ არა, შეკავების პოლიტიკა რა არის, რომ შენ გაქვს ყველაზე კარგი იარაღი ამ შემთხვევაში არის ბირთვული იარაღი, იმიტომ რომ გადასარევი შეკავების მექანიზმი თუმცა ეგ არ არის იდეალური მშვიდობა. ხო, მაგრამ ანუ ბირთვული იარაღი ჩვენ ვერ გვექნება და შესაბამისად ჩვენთვის ერთადერთი შეკავების მექანიზმი არის ჯარის გაძლიერება და რაც შეიძლება ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ ნატოში რომ მოხვდეთ ხო საუკეთესო იქნება. ანდა ძლიერი მოკავშირეების ყოლა და ეს ყველაფერი დღეს არის განადგურებული. საერთოდ ნატო კი არა, ნატო რა საერთოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვა თემა როგორც ასეთი დღის წესრიგში აღარ არსებობს. აღარ არსებობს. სამწუხაროდ ოკუპაციის თემაზე საუბარმა იკლო და იკლო, ესეც ასე ვთქვათ, დიდი კომპლექსური ამოცანის შემადგენელია. და ესა ნეიტრალიტეტი ვიღაცებს გონიათ რომ მე ვიტყვი რომ ნეიტრალური ვარ ხალხო ნეიტრალური და არც ერთი აღარ მომეკარება ეგ მასე ახდება რეალურად ნეიტრალი აგერ ჩირკში ჩავჯდები ჩემთვის და ნუ მომეკარებით ძალიან სახიფათო თემა არის ზოგადად ნეიტრალიტეტის თემა იმიტომ რომ ძალიან ყველა პრობლემის გადამწყვეტად აქვს ვიღაცებს ნეიტრალურად ხებმა უნდა გაღიაროთ შენ ვერ აღიარებ საკუთარ თავს ამის შესახებ არ არის საკმარისი საუბარი, არ არის ახსნილი კონკრეტულად რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი, ძალიან ბევრს წარმოდგენილი აქვს, რომ ქვეყანა შეუძლია ესე თქვას, რომ მე ნეიტრალური ვარ და ყველა ხელებს აუწევს და კაი, რადგან ნეიტრალური ხარ, ეხლა ფეხს არ და აი ჩემო გავითვალისწინებ ოკუპაციო საზღვარს აღარ გადმოვწევ, ასე რამდენზეც ეს არის ნეიტრალიტეტის მრავალი ფორმა და ერთ-ერთი ფორმისგან ჩვენ ძალიან შორტს ვართ, რომელიც არის ძალაზე დაფუძნებული ნეიტრალიტეტი, რომ იმდენად ძლიერი ჯარი გაქვს, რომ შენ უზრუნველყოფ შენ ნეიტრალიტეტს და ვინმე თუ შენთან შემოიჭრება, შენ ყველანაირად ეკიპირებული ხარ იმისთვის, რომ პასუხი გასცე. ეგ გამორიცხულია. ხო, ეს გამორიცხულია და სხვანაირი ნეიტრალიტეტი არის, რომ აი სახელმწიფო გეუბნება, რომ შენ ნეიტრალური ხარ და მე რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, ეს უკვე ძალიან ისეთი. აი მაგის გამორიცხვა არ შეგვიძლია. მაგის გამორიცხვა არ შეგვიძლია. მოკლედ, იცი რა ვფიქრობ, რომ რამდენი მინიშნება მისცა ქართულ საზოგადოებას ივანიშვილმა ჯერ იქიდან დაწყებით, რომ საქართველოს აღარ უნდა იყოს პრობლემა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ანუ დასავლეთმა აღარ უნდა ილაპარაკოს საქართველოს რუსეთთან, ეს ამას ნიშნავდა. მე თქვა, რომ ჯერ კიდევ ასე ყარაბაღის კლანის მმართველობის პერიოდში, რომ ჩვენი მოდელი არის სომხური მოდელი, თუმცა სომხური მოდელი რადიკალურად შეცვალა პაშინიანმა. მე თქვა იმ რაღაცა გასართობ გადაცემაში, რომ ხალხი ბედნიერი იყო, მაშინ როდესაც არ გადიოდა გარეთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ვერ ხედავდა როგორ კარგად ცხოვრობდნენ ხალხი, მაშინ მე რომ გავიდნენ და ნახეს უბედურები გახდნენ, იმიტომ რომ თქვეს რომ ჩვენაც უნდათ ვცხოვრობთ. ანუ ეს მინიშნებები ძალიან მკაფიო იყო. სამწუხაროდ ისე ნელ-ნელა შემოგვაპარეს ყველაფერი, რომ მართლა როგორც ბაყაყი ისე ჩავგხარშეს ადუღებულ წყალში. ესეთი რეალობა, რა ვიცი, ვარ თუ არა საკმარისად ცოცხლები რომ ამ ადუღებული წყლიდან ამოვიდეთ, ეს უნდა დაამტკიცოს დღეს იმ საზოგადოებამ, რომელსაც შერჩა ნება, შერჩა სიმტკიცე, სიჯუტე, თავდადება და თავგანწირვა იმისათვის, რომ
შეკრას ახალი, ანუ ხალხს იმედი მისცეს და დღეს ძალას მარტო ერთობა გამოასხივებს. ანუ ჩვენ არ გვაქვს არც ფული, არც რეპრესიული რაღაც აპარატი, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გავერთიანდეთ ერთი დიდი იდეის გარშემო და ჯერ დაგვრჩა სიმართლე და იდეა. ოღონდ ამ სიმართლეს და იდეას ხალხამდე სწორად მიტანა ჭირდება და ჭირდება ერთიანად მიტანა. ძალიან დიდი მადლობა, ხო არაფერს დაამატებდით. ყველაფერი უნდა ვქნათ ინდივიდუალურ რეჟიმში იმისათვის, რომ აი ეს ამოცანა ნომერი 1, რაც ქართული საზოგადოების სწორი მიზნის გარშემო კონსოლიდაციას ემსახურება, ამას ყველანაირად შეუწყოთ ხელი. ეს იქნება ჩემი ასე ვთქვათ, როგორც ერთი მოქალაქის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია იქნება, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სიტყვა პოლიტიკა, რომ აღარ იყოს ასოცირებული ფინძურთან და გააზრდეს, რომ დემოკრატია არ არის მოცემულობა, ეს არის პრივილეგია, რომლისთვისაც ბრძოლა ყოველდღიურად მიმდინარეობს, არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ეს ბრძოლა არ მიდის. და ამ ბრძოლის წინაფრონტზე ყოველთვის არიან შორის ყველაზე განვითარებული დემოკრატია და არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გათავისებული თავისი როლი ამ პოლიტიკაში და ეს არ ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკური პარტიის წევრი უნდა იყო. როგორ დემოკრატიული საზოგადოების თითოეული მოქალაქე არის პოლიტიკური პროცესების მონაწილე და რაც უფრო მალე გაიაზრებს ამას და რაც უფრო მალე ჩაერთვება ამ პოლიტიკის შემუშავებაში, მით უფრო მალე აღმოიფხრება გარკვეული პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. ძალიან დიდი მადლობა ერეკლე შუბითიძე, შალვა ლომიძე იყვნენ ჩვენთან ერთად. მე მგონი საინტერესო და განსხვავებული საუბარი გამოგვივიდა, იმიტომ რომ აქამდე სულ შეფასებებზე ვიყავით და ეხლა რაღაცა ვილაპარაკეთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს. ძალიან დიდი მადლობა ორივე თქვენგანს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოყვებით Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და ლაიქეთ ჩვენი პოდკასტები და გადაასიარეთ.